სახელმწიფოს აპარატში ყოველწლიურად მაღალია თავშესაფრის ან სათანადო საცხოვრებელი პირობების უქონლობის ფაქტებთან დაკავშირებით მიღებული განცხადებების რაოდენობა. მათი შესწავლის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკული პრობლემები, რომელთა განხილვაც სწორედ სპეციალურ ანგარიშში არის წარმოდგენილი. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზოგადად ამ სფეროში ადამიანთა დარღვევები არ ატარებს ინდივიდუალურ ხასიათს და სისტემურ პრობლემებს უკავშირდება. სახელმწიფოში დღემდე არ არსებობს უსახლკარო პირთა რეგიონალური და ცენტრალიზებული ერთიანი მონაცემთა ბაზა. საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს უსახლკარო პირთა სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფის ეფექტური მექანიზმი. და შესაბამისად არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით უსახლკარო პირებს, რომლებიც საზოგადოებაში ყველაზე მოწყვლად ფენას წარმოადგენენ, არ მიუწვდებათ ხელი მინიმალურ სოციალურ ბენეფიტებზეც კი, რაც გათვალისწინებულია ქვეყანაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. დამატებით პრობლემას ასევე წარმოადგენს ის, რომ უსახლკარო პირთა მიზნობრივი დახმარებისთვის სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში გამოყოფილი ფინანსური სახსრების ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა. სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიში შესაბამისი თავით იყო წარმოდგენილი ეს პრობლემა, უკვე 4 წლის განმავლობაში ხდება ამ საკითხის განხილვა, უფლებრივი მდგომარეობა უსახლკარო პირთა შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ კვლავ შეიძლება ითქვას, რომ უცვლელია, პრობლემები არის სისტემური. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პრობლემები ერთად მოგვექცია გამოგვეტანა სპეციალური ანგარიშის სახით საზოგადოების სამსჯავროზე. თუმცა რა თქმა უნდა, ასევე საპარლამენტო ანგარიშიც იქნება საუბარი იმ კონკრეტულ პრობლემებზე, რომელზეც დღეს ჩვენს წარმოდგენილ ანგარიში ვისაუბრებთ. ზოგადად მისალმებელია, რომ სათანადო საცხოვრისის უფლება, ასევე ადამიანსულებათა ეროვნული სტრატეგიით განისაზღვრა, როგორც ერთ-ერთი უფლება და სახელმწიფომ აიღო გარკვეული ვალდებულებები ამ უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებით. ასევე დროებითი თავშესაფრის მშენებლობის დაწყება დაიწყო დედაქალაქში. ისევე როგორც ცალკეული აქტივობები, რომელიც როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არის განხორციელებული და მიმდინარეობს განხორციელება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯები არ არის საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად და პრობლემა კიდევ ერთხელ ვიმეორებ საკმაოდ მასშტაბურია. ანგარიში თქვენ ნახავთ კონკრეტულ ციფრებსაც, მხოლოდ 2012-13 წლებში ქალაქ თბილისის მერიას დაახლოებით 10,000-მდე მოქალაქემ მიმართა თავშესაფრის უზრუნველყოფის შესახებ. რამდენი აქედან ნამდვილად უსახლკარო ეს სხვა საკითხია, მაგრამ ის რომ პრობლემა დგას, თუნდაც მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებით, ესეც ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ცალკე პრობლემაა. ჩვენ გვაქვს ასევე დეტალურად წარმოდგენილი ის რეკომენდაციები, როგორც მთავრობის და კონკრეტული სამინისტროების მისამართით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მისამართით. და ვიგვაჩნია, რომ ეს საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საკითხებზე მუშაობა დაიწყოს, რადგანაც წლების განმავლობაში ყოველთვის, როდესაც ჩვენ კონკრეტული რეკომენდაციით ამ პრობლემის მოსაგვარებლად ინდივიდუალური საქმეებთან დაკავშირებით მიმართავდით შესაბამის თვითმმართველობის ორგანოებს, ყოველთვის ვიღებდით პასუხს, რომ არ არსებობს შესაბამისი ფინანსური სახსრები, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. და ეს წლებია გრძელდება სამწუხაროდ ასეთი პრაქტიკა. და მე ვფიქრობ, ალბათ დრო არის, რომ კონკრეტულად რაღაც სისტემურ გადაწყვეტაზე ვიფიქროთ, რომ ყოველწლიურ ბიუჯეტში იყოს გარკვეული სახსრები გამოყოფილი და არსებობდეს კონკრეტული სტრატეგია, კონკრეტული სამოქმედო გეგმა, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ პირველ რიგში დავინახოთ ეს პრობლემა, ის სიღრმე, რაც ამ პრობლემას გააჩნია და ასევე ვიზიონოთ ამ პრობლემის მოგვარებაზე. მე არ მინდა გავაგრძელო და ძალიან დიდხანს ვისაუბრო ამ საკითხზე, მე მინდა ქალბატონ ევა პასტრანას ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს გადავცე სიტყვა მისალმებისთვის. გთხოვთ. Ivanova, Ucha. So I would like to start by saying that this is really an important topic. Housing is definitely a human rights, and it's a part of the right to a decent standard of living. And any government should strive to achieve the enjoyment of this right in an incremental and gradual way. We have,
I think in all our European Union countries, we're facing a housing crisis. It is not easy to provide with housing to all our citizens, but still this is something that has to be embedded as a key, a foundation of rule of law, democracy, and everything. Without a housing, people cannot function normally. Families cannot go on with their lives. Kids need to be protected, and this is why shelter and housing makes one of the first and the most humanitarian needs whenever there is a catastrophe by man or by nature. So I would like to say that the right to housing in the European Union is also unequal for EU citizens, and it ranges across different degrees of commitments that can be established in some constitutions. Some countries have it in their constitutions, like Portugal or even Spain, Sweden, some Belgium, but other countries deal with them through state laws and strategies. And the most important issue is that this housing right, which should not also be understood as property right, usually it is linked, but it is not compulsory to have it always linked. The universal right is the housing. So should be addressed to the most vulnerable and most marginalized groups in society. Talking specifically about Georgia, and I know the report will focus a lot also on homeless people and vulnerable groups, I would like to also make a mention of the IDP situation, the internally displaced people. It's basically also because the European Union has been constantly contributing with its funding to providing durable housing solutions to IDPs. And Georgia has made a lot of progress in this regard. To date, more or less, 38% of the needs of IDP families are covered. As if I say 38, you can see how many IDPs or their families are still without proper and adequate durable housing solutions. I would like just to name 3 examples of how the European Union is also supporting durable housing solutions. In Georgia, one of them is that we are going to in the coming weeks, we're going to conduct an independent assessment of the complaints and redress mechanisms related to technical deficiencies of living spaces allocated to IDPs. And we will share results, of course, with the public defender. Second, we are also trying to support the MRA with computer applications to improve the durable housing solutions selection allocation, because this is always an issue, and it will always cause tensions, disputes, complaints by citizens. And then finally, we have also consistently been working, as the public defender and other NGOs have been, in pushing and advocating for attention from the government to the issue of eco-migrants. So those who have been displaced by nature. According to international standards, they should be equally treated as IDPs. And we go here to the issue of anti-discrimination that should not happen, also related to the housing right. So for eco-migrants, we're going to support some also statistics and data gathering, because the main problem is that data is not yet fully accurate and fully complete in the government. We know that in 2014, for example, 32 houses were bought in the regions for eco-migrants. And in 2015, the ministry plans to buy additional 100 houses. But we need to realize also the scope of the problem, and for this we need more data.
Back to the homeless people and shelters. In the coming months, we will also launch some call for proposal to target or to benefit some NGOs who can work directly with more street children. But of course, these kind of initiatives and shelter have to be done in coordination with the state to avoid problems like the one, maybe some of you have heard of a problem in, I think in Kobuleti, where somebody, even with good intentions, wanted to create like a shelter for children, but you cannot do this by yourself with your goodwill, with your funding, without coordinating it with authorities, because it can be also a precedent for some other shelters, maybe by people who do not have this goodwill. So I will stop with this, my intervention, and I look forward to hearing the results of the report. I'll just have to leave at 1:30, so please excuse when I finish. Thank you. დიდი მადლობა, ქალბატონო ევა. მაშინ ჩვენ გადავიდეთ უშუალოდ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციაზე და მინდა გადავცე სიტყვა ბატონ ბირქა ჯავახაძეს, სახელმწიფოს ოფისის წარმომადგენელს, რომელიც წარმოგიდგენთ უშუალოდ ამ ანგარიშს. მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ. როგორც უკვე აღინიშნა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის სათანადო საცხოვრისის უფლებაზე საქართველოს სახელმწიფო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია. ეს პრეზენტაცია ეფუძნება იმ განცხადებებს, რომელიც შეისწავლა სახელმწიფო დამცველის აპარატმა გასული წლების განმავლობაში და შესწავლის შედეგად გამოვლენილი იქნა არა მხოლოდ ინდივიდუალური ხასიათის პრობლემები, ასევე სისტემური ხასიათის პრობლემები. ეს პრობლემები უკავშირდება როგორც საკანონმდებლო დონეზე არსებულ ხარვეზებს, ასევე პრაქტიკულ დონეზე გამოვლენილ პრობლემებსაც. და რო დავიწყოთ შეხვედრა, სპეციალური ანგარიშის შესავალში პირველ ეტაპზე ჩვენ მიმოვიხილავთ იმ საერთაშორისო გარანტიებს, რომელიც იცავს სათანადო საცხოვრისის უფლებას და შესავალშივე უნდა ითქვას, რომ პირველი დოკუმენტი, სადაც აღინიშნა და აღიარებული იქნა უფლება სათანადო საცხოვრებელზე, ეს გახლავთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. დეკლარაციაში ნათლად გაიწერა, რომ საკვების ტანსაცმლის და სხვა საჭიროების მსგავსად სათანადო საცხოვრისის უფლება წარმოადგენს საბაზისო უფლებას ადამიანის კეთილდღეობისთვის და მისი ასე ვთქვათ სულიერი მთლიანობისთვის. მაგრამ უნდა ითქვას, რომ თვითონ დეკლარაციამ ხელი შეუწყო შემდგომში ამ უფლების ასე ვთქვათ განვითარებას და ძირითადი დოკუმენტი, რომელმაც ყველაზე მეტად ასე ვთქვათ მოახდინა ამ უფლების ასე ვთქვათ განვითარება, ეს გახლავთ სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი 1966 წლის. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სტანდარტები წარმოადგენს მაღალი მნიშვნელობის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ წყაროს და მისი გათვალისწინება ასე ვთქვათ სავალდებულო არის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. პაქტზე ჩამოყალიბებულ უფლებებზე საუბრის დროს კომიტეტის ავტორიტეტულ გამარტივებთან ერთად აუცილებლად უნდა აღინიშნოს ორი სახელმძღვანელო პრინციპი. ეს არის ლინბურგის პრინციპები ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის განხორციელების შესახებ და მეორე პრინციპი ეს გახლავთ მაასტრიხტის სახელმძღვანელო პრინციპები ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დარღვევათა შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ წარმოადგენს შესასრულებლად სავალდებულო ძალისხმევ დოკუმენტს, თუმცა მასში გადმოცემული განმარტებები არის ობიექტური და კეთილსინდისიერი და ის არის სახელმძღვანელო ყველა წევრი სახელმწიფოსათვის. სათანადო საცხოვრისის უფლებასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს ასევე რეგიონალური ხელშეკრულება, ეს გახლავთ ევროპის სოციალური ქარტია და მისი 31 მუხლი. მართალია ჩვენ სახელმწიფოს 31 მუხლზე დათმა საკეთებული და ის არ აღიარებს ამ უფლებიდან გამომდინარე ვალდებულებებს, თუმცა იმედს გამოვთქვამთ და რომ შემდგომში სახელმწიფო პოლიტიკა საბინაო იმგვარად იქნება ფორმულირებული, რომ შესაძლებელი იქნება ამ დათქმის გაუქმება. როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ, ძირითადი დოკუმენტი ეს გახლავთ
სათანადო საცხოვრისის უფლებაზე ეს გახლავთ სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და მისი მე-11 მუხლი. კერძოდ ჩაანაწერის თანახმად ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული უფლებას ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა, აგრეთვე უფლებას განუწყვეტლივ უმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალ თანხმობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო თანამშრომლობას, მიიღებენ სათანადო ზომებს ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფისათვის. კომიტეტის განმარტებით, ხსენებული უფლება არ უნდა იქნეს განხილული ვიწრო ან შეზღუდული გაგებით, რაც მას მაგალითად თავშესაფრით უზრუნველყოფასთან გაათანაბრებდა, რაც მხოლოდ ჭერის ქონას ნიშნავს. იგი განხილული უნდა იქნეს ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების თვალსაზრისით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სათანადო საცხოვრისის უფლება უფრო მეტია, ვიდრე 4 კედელი და ჭერი. იგი მინიმალური პირობების ერთიანობაა, რომელიც აუცილებელია პიროვნების ფიზიკური და სულიერი მთლიანობისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია უფლების არასწორად ინტერპრეტაციის შემთხვევები და გაგება საზოგადოებაში, თითქოს თავშესაფრის უფლება ეს არის საკუთრების უფლება, რაც არ არის სწორის. თავშესაფრის უფლება ეს არის ტრანზიტული უფლება, ანუ ადამიანს უნდა აღმოუჩნდეს სათანადო საცხოვრებელი, მანამ სანამ არსებობს ამის საჭიროება და ის აკმაყოფილებს გარკვეულ კრიტერიუმებს. აღნიშნული უფლებაზე საუბრის დროს აუცილებლად უნდა აღინიშნოს კომიტეტის კრიტერიუმები, რომლებიც ეხება სათანადო საცხოვრისის უფლებას და მხოლოდ აი ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელია ჩაითვალოს საცხოვრებელი უფლება რეალიზებულად. ეს კრიტერიუმები წარმოადგენს შემდგომს. ეს არის საცხოვრებელი ფართის ფლობის ამართლებრივი უზრუნველყოფა. მეორე კრიტერიუმები ეს გახლავთ მომსახურებით, მასალებით, მოწყობილობებით და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. მესამე კრიტერიუმები ეს არის სახსრებზე ხელმისაწვდომობა. აქ გულისხმობა ის რომ ოჯახს უნდა გააჩნდეს საკმარისი შემოსავალი, რომ მან უზრუნველყოს როგორც მინიმალური პირობების უზრუნველყოფა, ასევე საბინაო ხარჯების გათვალისწინებას. მეოთხე კრიტერიუმი ეს გახლავთ საცხოვრებლად ვარგისობა. მეხუთე კრიტერიუმი ეს არის ხელმისაწვდომობა. აქ საუბარი არის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების, ანუ სხვადასხვა უსახკარობის გამოვლინების, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ფორმა აქვს უსახკარობას და საბინაო პოლიტიკა იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ ის ყველას ფარავდეს, ყველა მოწყვლად ჯგუფს. მეექვსე კრიტერიუმი ეს გახლავთ ადგილმდებარეობა და მეშვიდე კულტურული თვალსაზრისით შესაბამისობა. ეროვნულ სამართლებრივ ინსტრუმენტებზე საუბრის დროს პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს გადაადგმული იქნა რიგი პოზიტიური ნაბიჯები. პირველად შევეხებით 2014 წლის 30 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2014-2020 წლებისთვის დამტკიცების შესახებ. სტრატეგიის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს სათანადო საცხოვრებლის უფლებიდან გამომდინარე სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულება და უსახკარობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგია უფლებიდან გამომდინარე კონკრეტულ ამოცანებს ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა არ მოიცავს კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც საჭირო არის სტრატეგიაში ასახული ამოცანების შესასრულებლად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს მიღებული იქნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლითაც დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი თავშესაფრის მოწყობის და მათი ფუნქციონირების შესახებ, თუმცა ქალაქ ბათუმის მერიის გარდა ამ ეტაპზე დროებითი ტიპის თავშესაფარი, სტაციონარული ტიპის თავშესაფარი არც ერთ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია. უსახკარო პირების სოციალური დაცვის სამართლებრივ გარანტიებთან დაკავშირებით არსებული ნორმები ზოგადი შინაარსისაა და ისინი თავმოყრილი არის სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში. სოციალური დახმარების შესახებ მეოთხე მუხლის თანახმად განმარტებული არის უსახკარო პირის დეფინიცია.
ესე უსახკარო პირი შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მას არ გააჩნია მუდმივი განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი. და ამასთან აღნიშნული პირი უსახკაროდ უნდა იყოს რეგისტრირებული შესაბამის თვითმმართველობის ორგანოში. განმარტების როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ნაწილის პრაქტიკაში იმპლემენტაცია პრობლემებთანაა დაკავშირებული. ჩანაწერის პირველი ნაწილი ზოგადი შინაარსისაა, ვინაიდან იგი მკაფიოდ არ განსაზღვრავს კონკრეტულად, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეიძლება ჩაითვალოს პირი მუდმივი განსაზღვრული ადგილის ამქონეთ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გვთავაზობს საცხოვრებელი ადგილის განმარტებას, რომლის თანახმადაც ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. საქართველოს უზენაესო სასამართლომ უფრო დეტალურად განიხილა და განმარტა სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერი და მან განაცხადა, რომ აქ უნდა დაიყოს ორ ნაწილად. ერთ შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილი შეიძლება იყოს როგორც რეგისტრაციის ადგილი, ასევე მეორე შემთხვევაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით. ესე იგი, პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. რაც შეეხება რეგისტრაციის მეთოდოლოგიას, აქ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობს არც კანონმდებლობაში, არც თვითმმართველობის დონეზე კონკრეტული ჩამონათვალი ინფორმაციული, რის საფუძველზეც გამგეობა მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული პირის უსახკარო რეგისტრაციის შესახებ. ნორმის ბუნდოვანებას ადასტურებს თავად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიც. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, გამცხადებელი, რომელიც თავს მიიჩნევს უსახკაროდ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ასეთად არ შეიძლება ჩაითვალოს. იმის გამო, რომ სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში პირისათვის უსახკარო სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები საკმაოდ ბუნდოვანი და დაუზუსტებელია. ამრიგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, რომლის წინაშეც ყველაზე მწვავედ დგას უსახკარობასთან დაკავშირებული პრობლემა, აღიარებს და მიიჩნევს, რომ არსებული საკანონმდებლო დეფინიცია არის გამოუსადეგარი და ბუნდოვანი. რაც შეეხება ცენტრალური ხელისუფლების ორგანოს პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს, საკანონმდებლო დონეზე ეს ჩაწერილი არის სოციალური დახმარების შესახებ მე-17 მუხლში და ის შემოიფარგლება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან საერთო მონაცემთა ბაზის წარმოებით. თუმცა აქ მნიშვნელოვანი ხარვეზი მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩანაწერი არ ითვალისწინებს ვალდებულების მიზნობრიობას. ანუ რა დანიშნულებით ხდება ამ მონაცემთა ბაზის წარმოება. შედეგად არ არსებობს ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების ორგანომ ერთიანი მონაცემთა ბაზის ფორმირების შემდეგ უნდა განახორციელოს. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებათა პაკეტს, ეს მოცემული არის სოციალური დახმარების შესახებ კანონის მე-18 მუხლში და ის ითვალისწინებს როგორც უსახკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფას, ასევე მათ აღრიცხვას და ასე ადგილობრივი სტატისტიკის ჯანმრთელობის დაცვის, ესე იგი, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმისაწვდომობას. რაც შეეხება სათანადო საცხოვრისის უფლების სუბიექტებს, დასაწყისშივე უნდა აღნიშნოს, რომ საერთაშორისო დონეზე არ არის შეთანხმებული უსახკარო პირის განმარტება, თუმცა კომიტეტის ავტორიტეტულ განმარტებებზე დაყრდნობით შეგვიძლია სამ ძირითად კატეგორიად დავყოთ უსახკარო პირები. პირველი კატეგორია ესენი არიან ჭერის ამქონე პირები. მათ არ გააჩნიათ არც მუდმივი, არც დროებითი საცხოვრებელი ფართი. ისინი ღამეებს სარგებლობაში არსებულ ნივთებთან ერთად ქუჩაში, სადარბაზოებში, სკვერებში და სხვა წინასწარ განმოსაზღვრულ ადგილზე ატარებენ. მეორე კატეგორია ეს გახლავთ სახლის ბინის ამქონე პირები. ისინი მათ არ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც გადაადგილდებიან პერმანენტულად. შეიძლება იყოს ნათესავებთან, მეგობრებთან, სპეციალიზებულ დაწესებულებებში, ასევე შეჭრილი პირები, რომელსაც გამოსახლების საფრთხე აქვთ.
მესამე კატეგორია ეს არიან პირები, რომლებსაც არ აქვთ მინიმალური ძირითადი საყოფაცხოვრებო პირობები. ანუ პირები, რომლებსაც გააჩნიათ საცხოვრებელი ადგილი, თუმცა მათ არ მიუწვდებათ ხელი ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო მინიმალურ საყოფაცხოვრებო პირობებზე. ეროვნული კანონმდებლობის და უზენაეს სასამართლოს განმარტების თანახმად თვალსაჩინოა, რომ მოქმედი კანონმდებლობა ამ კატეგორიიდან მხოლოდ პირველ ორს ფარავს. მესამე კატეგორია, ანუ ის პირები, რომელთაც არ აქვთ მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობები, საერთოდ ვერ ხვდებიან სუბიექტების ფარგლებში. შესაბამისად, ისინი დარჩენილი არიან სახელმწიფოს რუმის მიღმა. სათანადო საცხოვრისის უფლების სუბიექტებზე საუბრის დროს ასევე უნდა აღინიშნოს ტექნიკური რეგლამენტი, რომელმაც კანონმდებლობაში შემოიტანა მიუსაფარი პირის ცნება, რამაც პრაქტიკაში გარკვეული პრობლემები წარმოშვა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესწავლის საქმეების დაყრდნობით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ქალაქ თბილისის მერია უსაკარო პირის განმარტებას სწორედ მიუსაფარი, ანუ დადგენილებიდან გამომდინარე ახორციელებს. რაც მიუღებელია, ვინაიდან უსახკარო პირი, როგორც უკვე ზემოთ გამოჩნდა და ვისაუბრეთ, უფრო ფართო მნიშვნელობისაა და იგი სხვადასხვა გამოვლინების მქონე უსახკარო პირებს ფარავს. შესაბამისად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საცხოვრებით უზრუნველყოფის თაობაზე მიღებული განცხადებების სტანდარტულად აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხილვა, ანუ ნომერ 131 დადგენილებაზე დაყრდნობით განხილვა მიუღებელია. შემდგომი საკითხი პრეზენტაციის ეხება უსახკარო პირთა მონაცემთა ბაზების წარმოებას და სტატისტიკებს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონით, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ორგანო უნდა აწარმოებდეს უსახკარო პირთა მონაცემთა ბაზას, პრაქტიკაში ეს მოთხოვნა შესრულებული არ არის. აღნიშნული ხარვეზის გამოწვევი მიზეზები სუბიექტის განმარტების ბუნდოვანებას და სტატუსის დასადგენად საჭირო მეთოდოლოგიის არარსებობას უკავშირდება. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ამ კუთხით გამოიკვეთა, ეს არის ეს მდგომარეობის შემდეგში, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, იგი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები არ აწოდებენ მათ მიერ წარმოებულ სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს. სათანადო საცხოვრისის უფლებიდან გამომდინარე ასე ვთქვათ, სათანადო საცხოვრისის უფლების დარღვევათა მასშტაბის თვალსაჩინოებისთვის ქვეყნის 5 ქალაქიდან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა სტატისტიკური მონაცემები. ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე უსახკარო პირთა რაოდენობისა და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოწოდებული მონაცემების თანახმად 2012-2013 წლების განმავლობაში თვითმმართველობის ორგანოს თავშესაფრის დაკმაყოფილების მოთხოვნით 10,000-მდე მოქალაქე მიმართა. მათგან სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილი და 24 ოჯახი. გარდა ამისა, 22 პირს გაეცა ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია. სამწუხაროდ 2014 წლის სტატისტიკა მოთხოვნის მიუხედავად თბილისის მერიას არ წარმოუდგენია. რაც შეეხება ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას, მოწოდებული მონაცემების თანახმად 2011, 2012 და 2013 წლებში თავშესაფრით უზრუნველყოფის თაობაზე მერიას მიმართა 7-7 მოქალაქემ, მათგან საცხოვრებლად დაკმაყოფილი და 51 ოჯახი. 2014 წლის იანვრის თვიდან სექტემბრამდე ქუთაისის მმართველობა საცხოვრებლად უზრუნველყოფის თაობაზე მიმართა 194 პირმა და აქედან არც ერთი არ დაკმაყოფილებულა, იმიტომ როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გვაცნობა, მას არ გააჩნია ამ ეტაპზე საბინაო ფონდი და ფულადი სახსრები. 2012-2013 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას 93 ოჯახმა მიმართა საცხოვრებელი ფართის გამოყოფის თაობაზე. აქედან 48 უსახკარო ოჯახი იქნა უზრუნველყოფილი ბინის ქირის კომპენსაციით. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2012-2013 წლებში თავშესაფრის მოთხოვნით 383 განცხადება იქნა რეგისტრირებული.
ამათგან არც ერთი არ დაკმაყოფილებულა, მიზეზი უცვლელია, საბინაო ფონდების და ფულადი რესურსების უქონლობა, ხოლო 2014 წლის სტატისტიკის თანახმად მათ 16-მა ბენეფიციარმა მიმართეს და ამ შემთხვევაში არც ერთი მათგანი არ დაკმაყოფილებულა საცხოვრებელი ფართით. ყველაზე კარგი მდგომარეობა უნდა აღნიშნოს, რომ არის ქალაქ ბათუმში. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2012-2013 წლებში თავშესაფრის უზრუნველყოფის მოთხოვნით არეგისტრირდა 1650 განცხადება. 2014 წელს აღნიშნული განცხადებით მერიას მიმართა 521 ოჯახმა. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2010-2013 წლებში სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართი დაკმაყოფილდა 15 სოციალურად დაუცველი და 14 დევნილი ოჯახი. 2013 წელს საცხოვრებლად დაკმაყოფილდა 5 მრავალშვილიანი ოჯახი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის პერიოდში 2014 წლის დასაწყისში ქალაქ ბათუმში მოეწყო სტაციონარული ტიპის თავშესაფარი, რომელიც გათვლილი არის 30 ბენეფიციარზე და 2015 წლისთვის დაგეგმილი არის 45 ბენეფიციარამდე, ასე ვთქვათ, დაწესებულების, ანუ 45 ბენეფიციარს გაეწევა მოსახურება 2015 წლისთვის. ადგილობრივ ბიუჯეტში არასაკმარისი რესურსების, ხოლო რიგ შემთხვევაში ასეთი რესურსების არარსებობის ფონზე ცენტრალური ბიუჯეტიდან არ ხდება მუნიციპალური ერთეულების ფინანსური მხარდაჭერა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2012, 2013 და 2014 წლებში მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად უსახკარო პირთა საჭიროებებზე არ ყოფილა თანხები გათვალისწინებული ცენტრალურ ბიუჯეტში. სათანადო საცხოვრისის უფლებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება მჭიდრო კავშირში არის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, უფლების შესრულების ეფექტურობაზე მსჯელობის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გამოწვევები, რაც დაკავშირებული არის ფინანსური რესურსების ნაკლებობასთან. კომიტეტი მდიდარი სამუშაო გამოცდილების მანძილზე ხშირად აწყდებოდა პრობლემას, როდესაც სახელმწიფოები საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი მინიმალური ძირითადი ვალდებულებების შეუსრულებლობას სათანადო რესურსების არქონით ასაბუთებდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტმა თავისი პოზიცია შემდეგნაირად ჩამოაყალიბა. იმისათვის, რომ წევრმა სახელმწიფომ მინიმალური ძირითადი ვალდებულებების შეუსრულებლობა რესურსებით უქონლობით დაასაბუთოს, მან უნდა შეძლოს იმის დემონსტრირება, რომ მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში ყველა ღონე იხმარა ამ მინიმალური ვალდებულებების პრიორიტეტული წესით განხორციელებისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში თუ მან მიმართა ყველა ღონისძიებას, რათა მოეძია რესურსები უფლების რეალიზაციისთვის, მაგრამ არ გააჩნია მას ასეთი რესურსები, ამ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს ძალისხმევა საერთაშორისო თანამშრომლობის გზით დახმარების მისაღებად. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული დახმარების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროგრამა სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თბილისში 2009 წლიდან დღემდე სათანადო საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 75 უსახკარო ოჯახი, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის ფარგლებში შერჩეული უსახკარო ოჯახებიდან 7 დღემდე ვერ ახერხებს საცხოვრებლის სარგებლობას, ვინაიდან ფართი თვითნებურად აქვს დაკავებული სხვა უსახკარო პირებს. პროგრამის ფარგლებში ქუთაისში 2010-2014 წლებში დაკმაყოფილდა 14 ოჯახი, მათ შორის 6 ადგილობრივი და 8 დევნილი ოჯახი. ბათუმში 2010-2013 წლებში სათანადო საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 15 ადგილობრივი და 14 დევნილი ოჯახი. სამწუხაროდ, გორის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობებს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილებული ოჯახის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად პროგრამა დადებითად უნდა იქნეს შეფასებული, თუმცა მნიშვნელოვანია ბენეფიციარი პირების რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს ცენტრალური ან ადგილობრივი სახელმწიფო სექტორის მხრიდან სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა მხარდაჭერას.
დამოუკიდებლად უზრუნველყონ საბინაო ხარჯების გამომუშავება და დატოვონ დაწესებულება. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დედაქალაქში დაწესებულება მხოლოდ ორჯერ დატოვა ბენეფიციარმა. ერთ შემთხვევაში ეს ამის მიზეზი იყო ბენეფიციარის გარდაცვალება, ხოლო მეორე შემთხვევაში საქართველოს ტოლთა და განსახლების სამინისტროს მიერ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი დაკმაყოფილება. რაც შეეხება ქალაქ ქუთაისში მხოლოდ ერთხელ დატოვა ბენეფიციარმა დაწესებულება და აქაც გარდაცვალება იყო მიზეზი. შედეგად წარმოიქმნება სათანადო საცხოვრების უფლებასთან დაკავშირებული ტრანზიტულობის პრობლემა. ანუ გამომდინარე იქიდან, რომ არ არის გადინება საცხოვრისიდან უსახკარო პირების, სხვა მოწყვლადი ჯგუფებიც ვერ სარგებლობენ ამ სერვისით. შემდგომი ნაწილი ჩვენი პრეზენტაციის ეხება დედაქალაქში თვითნებურად დაკავებული ობიექტების საკითხს, ანუ ეგრეთ წოდებული შეჭრილების პრობლემას. ანუ პიროვნებებს, რომლებმაც უსახკარობის ან სხვადასხვა მიზეზთა გამო თვითნებურად დაიკავეს სხვადასხვა საკუთრებაში, მათ შორის სახელმწიფო, კერძო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ობიექტები. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის მერიაში 2014 წლის ნოემბერში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტებში თვითნებურად დაკავებული ფართების შესახებ მონაცემების შეგროვებას და იქ მყოფი ოჯახების საცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას ესახავდა მიზნად. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დედაქალაქში იდენტიფიცირებულია 401 ობიექტი, რომელიც 9805 ოჯახს აქვს თვითნებურად დაკავებული. ამათგან 53.5%, ანუ 4170 ოჯახი რეალურად მათ დაკანონებული აქვს აღნიშნული საცხოვრებელი ფართები, ანუ ადგილები, სადაც ისინი ამჟამად ცხოვრობენ. თუმცა თავის დროზე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველზე შეიჭრენ ფართებში. ხოლო 57.5%, ანუ 5635 ოჯახი დღემდე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფება ფართებში. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც ქალაქ თბილისის მერიიდან იქნა მოწოდებული, ანუ სტატისტიკა ეხება მესაკუთრეების პროცენტულ მაჩვენებლებს, ესე იგი 51% ობიექტებისა იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში, 8% წარმოადგენს ობიექტების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებას, 13% არის კერძო საკუთრებაში, ხოლო 37% სხვა საკუთრებაში. რაც შეეხება დედაქალაქის გარდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წარმოადგენს მეორე პრობლემურ რეგიონს, სადაც გამოიკვეთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების გახშირებული შეჭრის ფაქტები. კერძოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ქალაქ ბათუმის ყოფილი 25 და 53 სამხედრო ბატალიონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების თვითნებურად დაკავების გახშირებული ფაქტებიდან გამომდინარე შეიქმნა სამთავრობო კომისია. საქართველოს სახალხო დამცველმა გამოითხოვა სტატისტიკური მონაცემები ამ ტერიტორიაზე თვითნებურად შეჭრილი ოჯახების შესახებ, თუმცა მოწოდებული მონაცემები არ ასახავს სრულყოფილ რიცხვს, ვინაიდან ყველა რეგიონის მხრიდან არ მოგვეწოდა საერთო მონაცემთა ბაზა. თუმცა შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად აღნიშნულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული არის 224 ოჯახი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული არის 223 ოჯახი, ხოლო ბათუმის მუნიციპალიტეტში 237 ოჯახია რეგისტრირებული. საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად და მის წარმომადგენლები აქტიურად აკვირდებოდნენ იძულებითი გამოსახლების შემთხვევებს, ამ თვითნებურად შეჭრილი მოქალაქეების იძულებითი გამოსახლების შემთხვევებს, როდესაც ამ დროს გამოვლენილი იქნა რიგი პრობლემები, მათ შორის პირველი პრობლემა უკავშირდება
გამოსახლების პროცესის დროს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლების დასწრებას. ანუ ისინი არ მონაწილეობდნენ ამ პროცესში. მაშინ, როდესაც საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შესაბამის გამგეობას, რომ შეისწავლა ობიექტში თვითმფრინავად მცხოვრები მოქალაქეების უსახლკარობის ფაქტი, მიღებული პასუხი მდგომარეობდა შემდეგში, რომ ვინაიდან გამგეობას არ გააჩნია საბინაო ფონდი და რესურსები ამ ადამიანების ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად, ან მიზანშეუწონლად მიიჩნია ადმინისტრაციული რესურსის დახარჯვა. ასევე გამოვლენილი იქნა შემთხვევები, როდესაც საქართველოს შრომის და ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა რამდენიმე ათეული ოჯახი, ეს ეხება კოჭრის ბავშვთაშახლის ტერიტორიაზე ოჯახების დაკმაყოფილების საკითხს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გამოსახლების დროს პიროვნებების შერჩევა, ვისაც გადაეცემოდა ალტერნატიული ფართი, მათ არ მიეწოდებოდა დასაბუთებული ინფორმაცია, თუ რა კრიტერიუმების გათვალისწინებით ხდებოდა ამ ოჯახების შერჩევა. ანუ ის ადამიანები რით განსხვავდებოდნენ, ვისაც არ მიეცემოდათ საცხოვრებელი ფართი, იმათგან, ვისაც გადაეცათ. შესაბამისად, არ ქონდათ იძულებით გამოსახლებულ ადამიანებს იმის საშუალება, რომ მათ დაემტკიცებინათ, რომ ისინი საჭიროებენ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. როგორც ცნობილია, 2007 წლის 24 მაისის 757 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის საფუძველზე სამართალდამცავი ორგანოები ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ გამოსახლების პროცედურებს. ნორმატიული აქტის თანახმად ტოვილის ან იძულებით გადაადგილებული პირის გამოსახლების ღონისძიებები უნდა წარიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ტოვთა სამინისტროსთან შეთანხმებით. და თანხმობის წერილობით დადასტურებამდე სამართალდამცავი ორგანო ვალდებულია შეაჩეროს გამოსახლების პროცესი. პროცესის შეჩერების მიზანს წარმოადგენს სამინისტროს მიერ დევნილის ან ტოვლის სტატუსის საჭიროების დადგენა. ასეთი საჭიროების დადგენის შემთხვევაში სამინისტრო მიზანშეუწონლად მიიჩნევს გამოსახლებას, რის შემდეგაც სამინისტრო სამართალდამცავი ორგანო წყვეტს გამოსახლების პროცედურებს. მსგავსი სამართლებრივი დაცვის მექანიზმი სამწუხაროდ არ არის ხელმისაწვდომი უსახლკარო პირებისათვის. მომდევნო საკითხი, რომელსაც ეხება წინამდებარე ანგარიში, ეს არის სხვადასხვა სახის სოციალურ პროგრამებში უსახლკარო პირების ჩართულობის საკითხი. სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების სახელმწიფო პროგრამა ქვეყნის მთავარ სოციალურ პროგრამას წარმოადგენს, ვინაიდან მასზე მიბულია როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების სოციალურ დახმარებათა პაკეტი. აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხარვეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ უსახლკარო პირების მასში ჩართვა შეუძლებელია. კერძოდ, კანონმდებლობის თანახმად ოჯახი, რომელსაც სრული აქვს გახდეს პროგრამის ბენეფიციარი, აუცილებელია მუდმივად ცხოვრობდეს განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე. შესაბამისად, ჭერის ამ მქონე პირები ვერ ხვდებიან აღნიშნულ პროგრამაში და ისინი სახელმწიფო ზრუნვის მიღმა არიან დარჩენილები. როგორც ზემოთ უკვე აღნიშნა, სოციალურად დაუცველი ოჯახების სახელმწიფო პროგრამა არის ძირითადი სოციალური დაცვის პროგრამა, რომელსაც მიერთებული აქვს სხვადასხვა ადგილობრივი და მუნიციპალური დახმარების ღონისძიებები, რომელთა შორის განსაკუთრებით უნდა გამოიყოს უკვე ნახსენები სოციალური საცხოვრისის კეთილგანწყობილ გარემოში პროგრამა და მისი ერთ-ერთი სავალდებულო კრიტერიუმი, რომლის თანახმადაც ოჯახს, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში, უნდა იყოს რეგისტრირებული სოციალურ დაუცველთა ბაზაში და მისი სარედიო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 57,000. შესაბამისად, ის პირები, რომლებიც ვერ ხვდებიან საერთოდ მეთოდოლოგიაში, ანუ ჭერის ამ მქონე პირები, ანუ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ამ მქონე პირები, ამ პროგრამაშიც ვერ იღებენ მონაწილეობას. ზოგიერთი კატეგორიის ოჯახებისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის ნომერ 454 დადგენილების საფუძველზე სოციალური მომსახურების სააგენტო ოჯახს, რომელსაც თვითნებურად ჰქონდა დაკავებული სახელმწიფო ან კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტი და აკმაყოფილებდა დოკუმენტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ერთჯერადად 6 თვის ვადით უზრუნველყოფდა ბინის ქირის კომპენსაციით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა შეწყდა 2013 წლის ბოლოს
ვინაიდან ცენტრალურ ბიუჯეტში არ ყოფილა შესაბამისი თანხები მობილიზებული. თუმცა მოქალაქეები, როგორც სახალხო დამცველის სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებების შედეგად გამოვლინდა, უარს აცხადებდნენ უმეტეს შემთხვევაში ამ დახმარებაზე მისი არასტაბილური ბუნებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, როგორც გამოჩნდა სტატისტიკური მონაცემებიდან, უსახკარო პირთა პრობლემა საკმაოდ მასშტაბური და მწვავე არის. შესაბამისად, აღნიშნული დადგენილების მოქმედების შეწყვეტა სათანადო ან გაუმჯობესებული პროგრამის ჩანაცვლების გარეშე უარყოფითად უნდა იქნეს შეფასებული. სხვადასხვა ობიექტების შეჭრილი პირების მიმართ სახელმწიფოს მიერ გატარებული რეგრესული პოლიტიკის კიდევ ერთი თვალსაჩინო არის მათი სოციალურად დაუცველი ოჯახების პროგრამაში ჩართულობის შეზღუდვა. საქართველოს მთავრობის თანახმადად განაცხადი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის არ მიიღება, თუ მაძიებელი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფაქტში. და ამ ფაქტის კანონიერი მესაკუთრი არ ეთანხმება ამ ფაქტს, რაც სააგენტოსთვის ცნობილი გახდა კანონიერი მესაკუთრის მომართვის საფუძველზე. ამდენად სოციალური მომსახურების სააგენტო სახელმწიფო უწყების მიმართვის შემდეგ აღარ განიხილავს ობიექტში შეჭრილი პირების განცხადებებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ სახელმწიფო ობიექტებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ შენობების მობინადრეთა უმრავლესობა უსახკარო ოჯახების რიცხვს განეკუთვნება და ისინი უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობენ. შესაბამისად, სახელმწიფო ობიექტებში შეჭრილი ოჯახების სოციალური ბენეფიტების შეწყვეტა იწვევს მათ სოციალურ დაუცველ მდგომარეობაში ჩაყენებას და გარიყულობას. საკანონმდებლო ცვლილება არსებითად აუარესებს მოწყვლადი ჯგუფის მდგომარეობას და ეწინააღმდეგება სოციალური სახელმწიფოს პრინციპს, რომლის საფუძველზეც ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს პროგრესული სოციალური პოლიტიკის განხორციელება. ანგარიშის ბოლოს საუბარი შეეხება კარვების ნაწილს, ეგრეთ წოდებული კარვების ნაწილს, რომელიც 2013 წლის ბოლოს და 2014 წლის დასაწყისში ზამთრის პერიოდში განთავსდა ქვეყნის 4 რეგიონში, ეს რო ქალაქ თბილისში, ქალაქ ბათუმში, ქალაქ ქუთაისსა და ქალაქ გორში. სამწუხაროდ ჩვენს მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სტატისტიკური მონაცემები, მაგრამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა არც ერთ გამგეობას არ მოუწოდებია ინფორმაცია. ქალაქ თბილისის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად კარავი გათვლილი არის 240 ადამიანზე. ამჟამად სერვისით სარგებლობს 180 ბენეფიციარი. უშუალოდ კანონის ბენეფიციარებს რაც შეეხებათ ესენი არიან პირები, რომლებსაც გაწყვეტილი აქვთ ურთიერთობა თავის ოჯახთან, ნათესავებთან და ისინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, არიან გარიყულები. ამ კუთხით პოზიტიური ნაბიჯი იქნა გადადგმული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ. მან 2014 წლის ბიუჯეტში დაახლოებით 900 950,000 ლარი გაითვალისწინა დროებითი თავშესაფრის მშენებლობისათვის, ანუ სტაციონარული ტიპის თავშესაფარზეა საუბარი ლილოს ტერიტორიაზე, ხოლო 2015 წლის ბიუჯეტში აღნიშნული თანხა გაიზარდა და ის დაახლოებით 1,200,000 ადგენს. მოწოდებული მონაცემების თანახმად მერია გეგმავს, რომ როდესაც ძალაში და ექსპლუატაციაში შევა ახალი თავშესაფარი, კარვის მობინადრეები გადაყვანილი იქნებიან ამ ახალ თავშესაფარში და თვითონ ეს კარავი განხორციელდება მისი დემონტაჟი. სახალხო დამცველის პოზიცია ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მდგომარეობს შემდეგში, რომ დაუშვებელია ზოგადად მსგავსი ტიპის კარვების გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში. ის შეიძლება განხილული იყოს როგორც დროებითი ღონისძიება ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე და არამც გრძელ ანუ 1 წლით ან ხანგრძლივი პერსპექტივაში მისი გამოყენება. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ქალაქ თბილისის მერიამ ამ კუთხით უკვე გადადგა შესაბამისი ნაბიჯები
და გამოთქვამს იმას, რომ სხვა მუნიციპალური ერთეულები, სადაც დღემდე ფუნქციონირებს აღნიშნული კარავი, იგივე ღონისძიებებს გაატარებენ. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ პირველ რიგში პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გაჩენდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც შეასრულებს და დასახავს იმ რესურსს, რომელიც აუცილებელი არის ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში დასახული ამოცანების შესასრულებლად. რაც შეეხება რეკომენდაციების ნაწილს. სლაიდებზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველობამ მოამზადა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებების მიმართ. რეკომენდაციის პირველი ნაწილი შეეხება საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს. პირველი რეკომენდაცია მდგომარეობს შემდეგში. უნდა განხორციელდეს უსახლკარო პირის დეფინიციის კორექტირება და სრულყოფა, რათა მან მოიცვას უსახლკარობის სხვადასხვა ფორმები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სათანადო საცხოვრებლის უფლების სუბიექტებს წარმოადგენენ. მეორე რეკომენდაცია ეს გახლავთ უსახლკარო პირებთან მიმართებაში საკანონმდებლო დონეზე დაზუსტდეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულებები და მიზნობრიობა, მათ შორის კოორდინაციის მექანიზმები, პროცედურები და ვადები. ასევე დათქმა უნდა გაუქმდეს ევროპის სოციალური ქარტიის 31 მუხზე, რომელიც სათანადო საცხოვრების უფლებას იცავს. შემდგომი რეკომენდაცია ასევე საკანონმდებლო ხასიათის არის. საკანონმდებლო დონეზე უნდა შეიქმნას უსახლკარო პირის გამოსახლებისგან დაცვის სამართლებრივი გარანტია, რა დროსაც სამართალდამცავი ორგანოს მიერ მათი გამოსახლების ორგანიზება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოსთან თანამშრომლობის საფუძველზე მოხდება. ამ უკანასკნელის მიერ გამოსახლებელი პირის ალტერნატიული საცხოვრებლით ან თავშესაფრით უზრუნველყოფამდე შეჩერდეს იძულებითი გამოსახლების პროცესი. შემდგომი რეკომენდაცია და პაკეტი ეხება საქართველოს მთავრობას. პირველი, ეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში 2014-2020 წლებისთვის სათანადო საცხოვრებლის უფლებიდან გამომდინარე ამოცანების შესრულების მიზნით შემუშავდეს სამოქმედო გეგმა და საბინაო სტრატეგია, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული ღონისძიებები, პასუხისმგებელი ორგანოები და ვადები, რომლებიც უზრუნველყოფენ დასახული მიზნების განხორციელებას. მეორე რეკომენდაცია ეს არის განხორციელდეს უსახლკარო პირთა საცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად საჭირო სახსრების დაანგარიშება და მოხდეს მათი ეტაპობრივი მობილიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტში. შემდგომი რეკომენდაციის თანახმად უნდა განხორციელდეს ცვლილება სოციალურად დაუცველი ოჯახების შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის ნომერ 93 ადგენილებაში, რის საფუძველზეც უზრუნველყოფილი იქნება უსახლკარო პირის ყველა მძიმე კატეგორიის ბენეფიციარების, მათ შორის ჭრის ამ მქონე პირების პროგრამაში ჩართულობა. შემდგომი რეკომენდაცია ეხება საქართველოს მთავრობის ნომერ 126 ადგენილებაში განხორციელებული ცვლილების გაუქმებას, რომლის თანახმადაც თვითნებურად შეჭრილ ოჯახებს ეკრძალებათ ბაზაში რეგისტრაცია, რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს. სახელმწიფო და მუნიციპალური ობიექტებში შეჭრილი სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების საცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემების ინდივიდუალური შესწავლა და პრობლემების ზუსტი მასშტაბების გამოვლენის შედეგად მისთვის გადასაჭრელად აუცილებელი გეგმის სტრატეგიის ფორმირება, რა დროსაც ოჯახების უსახლკარო დარჩენის საფრთხე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. მეორე რეკომენდაცია იმ ობიექტებში, სადაც უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობებია და არ არსებობს საბაზისო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხელმისაწვდომობა ელექტროენერგიაზე, სასმელ წყალზე, კანალიზაციის სისტემაზე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა განხორციელდეს მდგომარეობის გაუმჯობესება, რათა ის შეესაბამებოდეს სათანადო საცხოვრებლის სტანდარტებს. რაც შეეხება რეკომენდაციას, რომელიც ეხება საქართველოს შრომის ჯანმრთელობის სოციალური დაცვის სამინისტროს. ქვეყანაში უსახლკარობის მასშტაბის გამოვლენის მიზნით უნდა განხორციელდეს სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის მონიტორინგი და შეიქმნას უსახლკარო პირების ერთიანი მონაცემთა ბაზა. მიღებული მონაცემები უნდა იქნეს გამოყენებული უსახლკარობის დასაძლევად საჭირო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის.
ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით შემდგომი რეკომენდაციათა პაკეტი. უსახლკარო პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მეთოდოლოგიის რეგლამენტირება. უსახლკარო პირთა ბინისკირის კომპენსაციით მეთოდოლოგიით რეგლამენტირება და ამ მიმართულებით ადგილობრივ ბიუჯეტში რესურსების შესაქმნელად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა. მესამე რეკომენდაცია უსახლკარობის მონიტორინგის მიზნით მონაცემთა ბაზების წარმოება და აღნიშნული ინფორმაციის სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ასევე მნიშვნელოვანია პროგრამა სოციალური საცხოვრისის კეთილგანწყობილ გარემოში გაგრძელების შემთხვევაში განხორციელდეს ცვლილება ძირითად კრიტერიუმებში, რის საფუძველზეც ჭრის ამ მქონე უსახლკარო ოჯახებს პროგრამით სარგებლობის საშუალება მიეცემათ. სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი ხარჯები საბინაო ფონდის შესაქმნელად ან და სხვა ალტერნატიული პროექტის განსახორციელებლად, რომელიც შესაძლებელს გახდის უსახლკარო პირების თავშესაფრის დაკმაყოფილებას. სოციალური საცხოვრისის კეთილგანწყობილ გარემოში პროექტის ასევე ქალაქ ქუთაისის და ქალაქ თბილისის თავშესაფრის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ დაიწყოს მუშაობა ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს თავშესაფრთა ტრანზიტულობას, თავშესაფრის ტრანზიტულობას და მიუსაფარ პირთა რესოციალიზაციას. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. თუ კი გაქვთ შეკითხვები, სიამოვნებით ვიპასუხებთ. დიდი მადლობა მიკა პრეზენტაციისთვის და უშუალოდ ამ ანგარიშის მომზადებაში. თქვენი საკმაოდ ძალიან დიდი წვლილისთვის, მე ვფიქრობ, საკმაოდ დეტალური იყო პრეზენტაცია. ჩვენ ახლა გვაქვს დრო შესაბამისი უწყებების მხრიდან მოვისმინოთ კომენტარები, ხოლო შემდეგ იქნება დისკუსია და კითხვებზე პასუხი, რომელიც რა თქმა უნდა ალბათ გექნებათ. მე მინდა კაპიტან ნათია კაცდაძეს გადავცე მოდერაციისთვის სიტყვა და ის გავუწევს მოდერაციას ჩვენ შეხვდეს ამ ნაწილს. საუდამცველის მოადგილე. მოგესალმებით, დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის და იმ ინტერესისთვის, რაც ჩვენი ანგარიშის პრეზენტაციისთვის გამოხატეთ. მე მაინც ორი სიტყვით მინდა შეჯამებასავით გავაკეთო ბექას მიერ წარმოდგენილ ანგარიშს და ძირითადი საკითხებს გავუსვა ხაზი, რაც ალბათ დისკუსიის წარმართვისთვისაც დაგვეხმარება, ვიდრე სიტყვას გადავცემთ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ანგარიში მომზადდა ჩვენს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის თუ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციების საფუძველზე. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ინფორმაცია, რომელიც შესული არის ანგარიშში, შეიძლება გარკვეული მუნიციპალიტეტთან მიმართებაში არ იყოს სრულყოფილი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სრულად არ მოგვეწოდა ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მხრიდან ინფორმაცია და ეს ასევე მითითებული არის ამ ანგარიშში, ამიტომ მნიშვნელოვანია თუ კი ფიქრობთ, რომ გარკვეული ცდომილება ციფრებთან მიმართებაში არის, ეს გამოწეულია იმით, რომ სამწუხაროდ ჩვენთვის ინფორმაცია სრულყოფილად არ იყო მოწოდებული. რაც შეეხება თვითონ სათანადო საცხოვრისის უფლების საკითხს, რა თქმა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სათანადო საცხოვრისის უფლება, ასე ვთქვათ, არ განეკუთვნება პირველი რიგის თუ პირველი თაობის უფლებათა რიცხვს, კარგად მოგეხსენებათ, ამიტომ არ არის ეს აბსოლუტური უფლება საერთაშორისო სამართლის დონეზეც, თუმცა სახელმწიფოებს აქვთ აღებული ვალდებულება და მათ შორის ასევე საქართველოს ქვეყნის ვალდებულებაც არის, რომ თანდათანობით ქვეყანა მიზრუნოს იმაზე, რომ ამ ტიპის ადამიანებისთვის იყო სათანადო საცხოვრისზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი. ქვეყნის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით ყველა ქვეყანა ამ საჭიროებას ასევე თანდათანობით გარკვეულწილად აკმაყოფილებს, მაგრამ აუცილებელი არის ქვეყანამ დაიწყოს ზრუნვა იმაზე, რომ გარკვეული პერიოდის შემდგომ მაინც თითოეულ ადამიანს შესაძლებლობა ჰქონდეს ღირსეულ პირობებში იცხოვროს. ამიტომ ჩვენი ანგარიშის მიზანი, მომზადების მიზანი სწორედ ის იყო, რომ წლების განმავლობაში ქვეყანაში სამწუხაროდ არ გადადგმულა ნაბიჯების სისტემური ხასიათის, რომელიც გარკვეულწილად ამ პრობლემის მოგვარებაზე თუნდაც დაწყების შესაძლებლობას მოგცემდა. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ანგარიშში ყოფილიყო თავმოყრილი როგორც კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, ასევე პრაქტიკაში არსებული ხარვეზები და დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმის შედეგად არის შესაძლებელი ამ საკითხის თანდათანობით მოგვარება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში გარკვეული რეგულაციები გვაქვს, დეფინიცია, ანუ ვინ არის უსახლკარო პირი, ანუ ვინ არის სუბიექტი, რომელსაც აქვს ამ უფლებაზე ხელმისაწვდომობა, იყოს ძალიან ზუსტად განსაზღვრული, რომელიც დაეხმარება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ამ თავიანთი კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ კი არ ვიცით, ვინ უნდა დავარეგისტრიროთ უსახლკარო პირად ან მიუსაფარ პირად, მაშინ ბუნებრივია იქნება პრობლემა პრაქტიკაშიც. ვინ უნდა ისარგებლოს ამა თუ იმ თავშესაფრით, თუ კი როგორიც არსებობს, თქვა ქვეყანაში ამ ეტაპზე თუნდაც. ის კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია მიუსაფარი პირის ცნების შემოღებამაც, მაშინ როცა თქვა სოციალური დახმარების შესახებ კანონი უსახლკარო პირის ცნებას სხვაგვარად არეგულირებს, ეხლა გვაქვს უკვე მიუსაფარი პირის ცნება, რომელიც გარკვეულწილად უფრო ავიწროვებს, შეგვიძლია ვთქვათ, უსახლკარო ადამიანების ცნებას და მხოლოდ ქუჩაში მცხოვრები, ესე რომ ვთქვათ, ვისაც არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, რომ თუნდაც გარკვეული ფართი ან ქირით დაიქირავს ან ვინმეს შეაფაროს თავი, ესე ვთქვათ, ანუ უშუალოდ ქუჩაში ცხოვრობენ. მხოლოდ ამ ადამიანების შემოსაზღვრა ამ პრობლემის, რა თქმა უნდა, არ არის პრობლემის გადაჭრაზე ფიქრი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომელთაც იმის გამო, რომ არ აქვთ სათანადო სახსრები, ყავთ ბავშვები და ასე შემდგომ, ვერც ქუჩაში ვერ ცხოვრობენ, ვერც მოწყობილ დროებით თავშესაფარს, როგორც არის თბილისში, კარვებს ვერ აფარებენ თავს, მაგრამ ძალიან ცუდ პირობებში, ესეთი არაერთი მაგალითი აქვს სახალხო დამცველს შესწავლილი, ცხოვრობენ ესეთ სადგომში, შეიძლება დავარქვათ, ბინას ალბათ ამას ვერც ვუწოდებთ. ეს დეფინიციის პრობლემა არის გარკვეულწილად საკანონმდებლო დონეზე გადასაჭრელი, რაც შემდგომში ალბათ მოაგვარებს რეგისტრაციის პრობლემასაც. ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ანგარიში ერთ-ერთი საკითხი, რაც არის გამოყოფილი, ეს არის თუ ვინ რეგისტრირდება უსახლკარო პირად თუ მიუსაფარ პირად ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. თბილისში ეს რიცხვი არის ძალიან მაღალი, თუმცა აქაც გაურკვეველი არის 10,000-დან ყველა ნამდვილად იმსახურებს თუ არა უსახლკარო პირის ცნებას, თუმცა სხვა რეგიონებში, მაგალითად ქუთაისში, ბათუმიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ისინი მხოლოდ განცხადების მიღების საფუძველზე, ვინც ამბობს, რომ არის უსახლკარო, მათ ყველას არეგისტრირებენ, მაგალითად თბილისში ასეთი პრაქტიკა არ არის. ანუ ესეც გარკვეული შეუსაბამობა ნამდვილად არის. ბაზებთან დაკავშირებული პრობლემის არსებობა. მე ამაზე შევჩერდები, იმიტომ რომ რეკომენდაციებში ძალიან დეტალურად არის საუბარი იმაზე, თუ როგორ ვფიქრობთ ჩვენ, რომ ეს პრობლემები შეიძლება მოგვარდეს დასაწყისისთვის მაინც. რა თქმა უნდა, ფინანსური სახსრების გამოყოფა არის აუცილებელი სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე, იმიტომ რომ სავარაუდოდ ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტები ამ მასშტაბებს ვერ გაწვდება და აუცილებლად ალბათ მნიშვნელოვანია იმაზე ფიქრის დაწყებაც, თუ რა არის ამ უსახლკარობის გამომწვევი მიზეზი. იმიტომ რომ თუ ამაზე არ იფიქრა და გარკვეული კვლევები არ ჩატარდა, ბუნებრივია სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება მერე ბრძოლა ამ მოვლენის, ესე ვთქვათ, წინააღმდეგ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრი სხვადასხვა გარემოება უწყობდეს იმას ხელს, რომ ადამიანი დარჩეს უსახლკაროდ, მაშინ როცა ვთქვათ, ერთ დროს მათ ჰქონდათ სათანადო საცხოვრებელი. ჩვენ მითითებული ჰქონდა დღის წესრიგში და ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მოვისმინოთ თბილისის მერიის წარმომადგენლის პოზიცია. ჩვენ როგორც გითხრეს, უნდა მოსულიყო დღევანდელ ჩვენს პრეზენტაციაზე მერის მოადგილე ბატონი აუდა გოგლიჩიძე. გითხრეს, რომ მას აგვიანდებოდა, თუმცა არ ვიცი რამდენად მოახერხა, ან თუ არა და სხვა პირი თუ არის წარმოდგენილი თბილისის მერიიდან. კარგი იქნება, რომ მოგვახსენოს თავისი პოზიცია. შემდგომი სხვა მომხსენებელი ასევე საინტერესო იქნება პოზიციის მოსმენა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან, თუ არის წარმომადგენელი. კი ბატონო, მაშინ ვისმენთ და შემდგომ უკვე სხვას ვისაც გსურთ თუ ვისაც გსურთ მოგეთ ინტერვენცია, ესე ვთქვათ, სიამოვნებით მოგისმენთ. მოგესალმებით ყველას, ნუცი ოდიშარია, ჯანდაცვის სამინისტრო. ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ჯანდაცვის სამინისტრო როგორც პოლიტიკის განსაზღვრელი ორგანო ძალიან დაინტერესებულია ამ საკითხით და მინდა გითხრათ, რომ ამ წლის დასაწყისში უკვე დავიწყეთ ზუსტად დეფინიციაზე მუშაობა უსახლკაროების. და ეს თქვენი ანგარიში ძალიან დაგვეხმარება იმაში, რომ გავაგრძელოთ ამ საკითხზე მუშაობა.
ასევე ამ თემასთან დაკავშირებით გვეხმარება UNDP, გქონდა პირველადი შეხვედრა ქალაქ თბილისის მერიასთან, ასევე გქონდა წინა კვირას შეხვედრა ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროსთან, ისე რომ რაღაც წინ გადადგმული ნაბიჯები უკვე არის და ძალიან მიხარია, რომ ეს ანგარიშიც დაგვეხმარება ძალიან იმაში, თუ როგორი იქნება მთავრობის პოლიტიკა, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ადამიანები დავაკმაყოფილოთ თუ არიან დასაკმაყოფილებელი, ისე აქ დეფინიციაზე საუბარი და ასევე ამ ადამიანების შესწავლაზე, რაც ასევე ძალიან დიდ დროს მოითხოვს, თუმცა ძალიან საინტერესო იყო, მართლა ძალიან ბევრი კარგი რეკომენდაცია იყო, რომელიც უკვე ჩვენ რაღაც მხრივ გამიხილა და ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად ამ თემაზე მუშაობის. ძალიან დიდი მადლობა, კარგი ინფორმაცია არის დასაწყისისთვის უკვე. ეხლა ბატონ გიორგის თვალსაკრებულოს თავმჯდომარეს როგორც ვთქვით, გთხოვდა. მადლობა. ბევრი რამ საყურადღებო აქცენტები გაკეთდა ამ მოხსენებაში. ნებსი თუ უნებლიეთ, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა ეს გვევალება კიდევაც უპირველეს რიგში ძალიან მრავალფეროვან საკითხზე გვიხდება ხოლმე დაფიქრება. ეს არ არის რაღაც ცალსახე პრობლემა, რომ ერთიანად მიუდგე. ახლა გვაქვს ხოლმე მიღების საათები და ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობისა, რა თქმა უნდა, თბილისზე ვლაპარაკობ, ზუსტად ამ პრობლემით შეწუხებული. საუბრობს ხოლმე თავის ამ გაჭირვებაზე. უამრავი არის, მე არ ვიცი, არ იყო აქ სრულყოფილად ალბათ წარმოდგენილი ის მობინადრეები, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც დროებით არიან ქირით გაყვანილი. ეს საკმაოდ მრავალრიცხოვანი არის. ამ მასალების მოძიება შეიძლება გამგეობების მიხედვით და მუნიციპალიტეტების მიხედვით. საერთოდ სხვადასხვა წინააღმდეგობასთან გვიხდება ხოლმე შეჯახება. ეს წინააღმდეგობა მრავალფეროვანია, მათ შორის ასეთიც. არ არის ზუსტი განსაზღვრება, ზუსტი აღნუსხვა ჩვენი ეგრეთ წოდებული ლტოლვილების. იმიტომ რომ არის გარკვეული კატეგორია სამწუხაროდ, რომელიც რამდენიმე ადგილას სარგებლობს საცხოვრისით, რამდენიმე ადგილას. განსაკუთრებით ეს ხდება საბავშვო ბაღების შემთხვევაში. ვიცით, ინფორმაცია გვაქვს, რომ 2-3 ოჯახი არის, როდესაც მიდის ან მონიტორზე ვინმე, ან თქვათ იმ საბავშვო ბაღის შენობის გამოთავისუფლებაზე, უცაბიდოდ მოგროვდებიან ხოლმე და გახდებიან 300-400 სულად იქცევიან ხოლმე. ამიტომ ამას ძალიან ისეთი სათუთი თემა არის და დაზუსტება სჭირდება. მეორე საკითხი არის ალბათ მენტალობა. ჩვენი მენტალობა, რომ ადამიანს თქვათ შეიძლება ჩვენ საცხოვრისი შევთავაზოთ სახელმწიფოებრივი მიდგომით, თქვათ ისეთ შედარებით მეჩხერ დასახლების ადგილას, როგორც არის სხვადასხვა რეგიონი, თქვათ ახალქალაქისკენ, ცალკისკენ, შეუძინოთ ბინები ან აუშენოთ, ძალიან ისეთი შეიძლება არ იყოს, მაგრამ მას არ უნდა იქ წასვლა. მაინც და მაინც იქ უნდა ცხოვრება, სადაც არის. ამ შემთხვევაში თბილისს გულისხმობ. ამიტომ ძალიან ვიცით, აი სხვადასხვა მიდგომა სჭირდება აი ამ პრობლემის მოგვარებას. ბუნებრივია, რომ აქ განუზომელი არის სახალხო დამცველის და მისი აპარატის მუშაობა, იმიტომ რომ ეს უნდა იქნეს ძალიან გამოწვლილით და სიღრმისეულად შესწავლილი ასეთი საკითხები, იმიტომ რომ მრავალფეროვანი საკითხი არის ეს და აი აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ რაღაცები დაალაგდება. ეხლა ბატონი ალუდა შემოგზანდა და უფრო დაზუსტებული ინფორმაციას მოგაწოდებთ იმ საცხოვრისების შესახებ, რომელზედაც ქალაქის მუნიციპალიტეტი მუშაობს და ბუნებრივია, რომ ეს არის ის საკითხი, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ თანმიმდევრულად მოვაგვარებთ, იმიტომ რომ ეს პრობლემა არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს გაცილებით უფრო ძლიერ და შეძლებულ სახელმწიფოებსაც აქვს ასეთი პრობლემა, ამიტომ ჩვენ რაღაც დასაწყის ეტაპზე ვიმყოფებით და ბუნებრივია, რომ მხოლოდ კეთილგანწყობით და კეთილსინდისიერებით ჩვენ ბევრი საკითხის დაძლევას შევძლებთ. დიდი მადლობა.
მადლობთ ბატონო აუდოს მოგვახსენებს. მოგესალმებით. ბოდიშით დარბიანებისაც ობიექტური მიზეზების გამო ცხელი გრაფიკი გვაქვს და ამიტომ საგულო შემთხვევით და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ ღონისძიების ორგანიზებისა და ჩვენი მოწვევისათვის პირადად მაქვს საშუალება გაგაცნოთ მოკლედ რა მდგომარეობაა ჩვენი ასე ვთქვათ თვალით დანახული როგორ გამოიყურება ეს პრობლემა მე ძალიან მოკლე პრეზენტაციას გავაკეთებ თქვენის მიმართვით ზოგად სურათს აღწერთ და შემდეგ გავმარტავ თუ რას ვაკეთებთ რა ეტაპზე ვართ და რას გეგმავთ სურათი პირდაპირ ვთქვათ არის ძალიან მძიმე ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში მე საუბრობ პირველ რიგში შეჭრილების თემაზე უკანონოდ შეჭრილი მოსახლეობის თემაზე რომლებიც არიან სხვადასხვა ტიპის ფართებში შეჭრილი დაახლოებით 10,000-მდე ოჯახი არის ესეთ მდგომარეობაში. ბუნებრივია, აქვე დავძენ რომ ყველა შეჭრილი, ასე ვთქვათ, ძნელია განიხილო აპრიორი იმ თავითვე უსახლკაროდ და ასევე, ასე ვთქვათ, მხოლოდ შეჭრილების ვთქვათ, რომ ისინი არიან უსახლკარო, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მართებული. ესე იგი 9,805 ოჯახი არის ესეთ მდგომარეობაში. ეს მინდა ვთქვა რომ ჩვენ როდესაც შევდექით საკუთარი ფუნქციების შესრულებას არავითარი სტატისტიკა, არავითარი მონაცემი ჩვენ არ დაგვქვეყნია. ანუ ეს იყო სრულიად ტაბუდადებული თემა და ყველაფერი დაიწყო იმით რომ წინამორბედმა ორმა პრეზიდენტმა ვთქვათ მოუწოდა მოსახლეობას სადაც ნახავდნენ თავისუფალ ფართებს შეჭრილიყვნენ. პირადად ჩემთვის ცოტა ტერმინი თავისუფალი ფართი გაუგებარია სულებით რას ნიშნავს ბუნებაში ეგეთი რამე არ არსებობს და სამწუხაროა როდესაც მაღალი თანამდებობის პირები სახელმწიფო ფართს განიხილავენ არავის ფართად და არავის საკუთრებად ზუსტად აქ აქვს პრობლემა სამართლებრივი ცნობიერების დეფიციტის სადაც ამ პრობლემამ მასშტაბი შეიძინა საკმაოდ დიდი მაგრამ ამავდროულად უნდა დავძინოთ რომ სახელმწიფოს თავისი ვალდებულება აქვს ამ მხრივ წარმოუდგენელია მან არ აღიაროს ეს პრობლემა არ დაინახოს და იგნორირება გაუკეთოს პირველი რაც მე მინდა სრული პასუხისმგებლობით გამოცხადო რომ ჩვენი გუნდი და მთლიანად დღევანდელი ხელისუფლება არის გამორჩეული იმით რომ ჩვენ ამბობთ რომ ეს არის პრობლემა რომელზეც უნდა ვიმუშაოთ პირველი ნაბიჯი მოგეხსენებათ გადადგმული არის მიუსაფართა მიმართ და მოგეხსენებათ რომ ლილოს დასახლებაში სრულდება ასე ვთქვათ სათანადო სტანდარტების შენობა და ეგრეთ წოდებული კარვების ქალაქი გადაინაცვლებს ამ შენობაში რაც შეეხება შემდეგი კატეგორია ვისაც აქვს საცხოვრისის პრობლემა ბუნებრივია ეს არის საკითხი რომელიც საჭიროებს დამუშავებას სტატისტიკა რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ზუსტად გვაჩვენებს რომ ძალიან ისეთი მძიმე სურათია ეს ადამიანები შეჭრილი არიან როგორც სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ ფართებში ასევე კერძო საკუთრებაში მყოფ ფართებში მაგალითად ძალიან რამდენიმე მაგალითს მოვიყვან ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე აღრიცხულ შენობებში 37% არის შეჭრილი მერიის ბალანსზე 41 კერძო საკუთრებაში 14% და სხვა მესაკუთრეები 8%. უნდა ითქვას, რომ უმეტესობას, ასე ვთქვათ, დაუკანონებელი აქვს ეს ფართები 53%-ს ოჯახებისას დაკანონებული აქვს, ხოლო 57%-ს დაუკანონებელი აქვს. არის შემთხვევები, როდესაც ერთ შენობაში გარკვეულ ნაწილს აქვს დაკანონებული, შეიძლება იყოს დარჩენილი ერთი ან ორი ოჯახი, ძალიან მცირე ნაწილი. როგორც პრაქტიკაში ჩვენ გაგვიმარტავენ ეს მდგომარეობა დადგა გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებების გამო და როგორც ჩანს ეს გარკვეულწილად იყო პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. და მე არ მინდა გავუსრულო ბუნებრივია მოვლენებს და ყოველთვის პატივს ვცემდი და ვცემდა მომავალში ვცემ უდანაშაულობის პრეზუმპციას პატივს, მაგრამ ბუნებრივია კითხვის ნიშნებით შეება რომ ხომ არ იყო სხვა ტიპის გარიგებებიც ამ შემთხვევაში ხომ არ ქონდა ადგილი ამ ფაქტებს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სურათი გვაქვს ესეთი რომ ეს მოსახლეობა არიან ასე ვთქვათ ცალსახად დაკანონების მოლოდინის რეჟიმში რაც ესე მოჭრით თქმა რომ ასე ვთქვათ
დაკანონება წარმოუდგენელი, ეს იგივეა, რომ ესე ვთქვათ, ნებისმიერი სამართალდარღვევა ჩვენ წავახალისოთ და კიდევ უფრო მეტად უბიძგოთ. ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს ჩვენის დინამიკა, რომელიც პრაქტიკაში გამოვლინდა. თუ დავუშვათ ერთ დღეს მე მგონი ბაბონი გიაც ამას საუბრობდა, მივედით ობიექტზე და აღვიცხეთ და იყო 80 ოჯახი შეჭრილი, მეორე დღესვე გახდა 120. ეს ძალიან კარგად ორგანიზებული პროცესი, შეიძლება რაღაც ნაწილში ორკესტრირებული კიდევაც, ძალიან ისეთი შემოქმედებითი გზებიც არის ხოლმე გამოყენებული ყურადღების მისაპყრობად, მაშინ როდესაც საკითხი არის ცალსახად კერძო დავის ობიექტი და არ განეკუთვნება თვითმმართველობის კომპეტენციებს, მაინც რაღაც მოდის გარკვეული ზეწოლა მერიაზე და არის მთელი, ასე ვთქვათ, მოძრაობები, ღელვარებები, მედიაში ძალიან კარგად იყიდება სამწუხაროდ და ასე ვთქვათ, იქ მიდიან, სადაც საერთოდ არ არის, ასე ვთქვათ, საკითხი განსახილველი. ასე რომ რეალობა როგორც არ უნდა იყოს, როგორც ეგეთი ნიუანსები არ უნდა იყოს, ბუნებრივია, როგორც მე დასაწყისში აღნიშნე, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ამ თემაზე ვიმუშაოთ, სამართლებრივი მოცემულობა საჭიროებს დახვეწას, განმარტება, რომელიც დღეს გვაქვს უსახლკაროს ბუნებრივია საჭიროებს, ასე ვთქვათ, უფრო ჩაშლას, რაღაც კატეგორიებად დაყოფას, სახელმწიფოს ვალდებულებების გამოკრისტალებას და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გავეცანით საერთაშორისო პრაქტიკას, რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებას, ბუნებრივია ფორმულა აქაც არ არსებობს, არსებობს რაღაც ისეთი სავალდებულო რაღაც ჩარჩოები, რა რესურსიც გვექნება და როგორც იქნება ქართულ რეალობაში ოპტიმალური გადაწყვეტილებები, ისეთი გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, მაგრამ ეს თემა უნდა დაიძრას. ჩვენ ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ ორ განზომილებაში უნდა ვიმოქმედოთ, ერთი მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ წინაშე არსებობს და მეორე გრძელვადიანი სტრატეგიული სამოქმედო გეგმა. მინდა ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრთან არსებობს სამუშაო ჯგუფი, სადაც წარმოდგენილია ფაქტობრივად ამ თემასთან დაკავშირებული ყველა სახელმწიფო შტოს წარმომადგენლები და ასე ვთქვათ, ჯგუფის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ჩართული არის მერია, ჩვენ აქტიურად ვართ ამ თემაში ჩართული და ძალიან ბევრი საკითხი ესეთი დამუშავების ფაზაშია. რამოდენიმე აქტუალური თემა, რომელიც ამ პრობლემას ამძიმებს ის, რომ მოგეხსენებათ, დედაქალაქის შემოსავლები ძირითადად არის ქონების გადასახადიდან. დღევანდელი კანონმდებლობით თვითმმართველობა არის პასუხისმგებელი უსახლკაროების პრობლემის მოგვარებაზე, ანუ დედაქალაქის მაცხოვრებლებს უწევთ იმ პრობლემის მოგვარება იმ კატეგორიის ადამიანებს, რომელთაც ბიუჯეტში არ შემოაქვთ და რესურსები რეალურად, ასე ვთქვათ, არარელევანტურად არის განაწილებული. ზოგჯერ გაიგონებთ, რომ არის მოსაზრება, რომ თბილისის მერიას აქვს ბევრი თანხები, დიდი ბიუჯეტი. კოლეგებო, სულ პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან არასწორი შეხედულება. ჩვენ გვაქვს ძალიან მწირი რესურსები და ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, რომ როგორ გავანაწილოთ ეს ყველაზე მწვავე პრიორიტეტების მიხედვით. ბუნებრივია, უნდა გადაიხედოს უფლებამოსილებები, უნდა გადაიხედოს პოლიტიკა, ამაზე ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან ერთად ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა, თუ როგორ ჩამოვაყალიბოთ ეს პოლიტიკა, სტრატეგია, მაგრამ ვიდრე გრძელვადიან თემებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში ჩვენ ვეძებთ გზებს, ისეთ გზებს, რომელიც არ დააზარალებს მომავალში საჯარო ინტერესებს, რომ ეს ადამიანები უზრუნველყოთ მინიმალური საცხოვრისი პირობებით. ეს არის ჩვენი ამოცანა ნომერი პირველი და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ჩვენ რაღაც გარკვეულ მოდელი მოვიფიქრეთ და ამ მოდელის რეალიზების ფაზაში ვიმყოფებით. აქტიურად მიდის კონსულტაციები გამგეობებთან, რამე თუ გამგებლები არიან უშუალოდ ჩართული ამ პრობლემის წინაშე მუშაობაში, ისინი არიან პირისპირ ამ ასე ვთქვათ მოქალაქეებთან და მათ ყველაზე კარგად იციან თუ რა რეალობა არსებობს ამ კუთხით. ხოლო რაც შეეხება გრძელვადიან სტრატეგიაზე, როგორც აღნიშნე, პოლიტიკის შემუშავების ფარგლებში უნდა გამოკრისტალდეს კატეგორიები, სტატუსი, ვალდებულებები და რაც თავარია მონაცემთა ბაზა, რომელიც ასე ვთქვათ საჭიროებს ასე ვთქვათ დამუშავებას, რომ ვიცოდეთ ვისთან რა ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, ვისთან რა ვალდებულება შეიძლება ამოქმედდეს და შემდეგ ბუნებრივია ეტაპობრივად ამ პრობლემის მოგვარება. ასე რომ ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა, სადაც ვიმყოფებით. პრობლემა არის ძალიან ისეთი მასშტაბური და ასე ვთქვათ ვისაგებლებ შემთხვევით და
ბატონო მადლობთ და გადაგიხადოთ, იმიტომ რომ თქვენი თანამშრომლები ჩართული არიან ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში და მათ ძალიან ნამდვილად პოზიტიური წვლილი შემოაქვს ჩვენს მუშაობაში თავისი კომპეტენციებიდან გამომდინარე და თავის შეხედულებებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი კიდევ უნდა გაფართოვდეს, რა თქმა უნდა შევძლოთ რომ კერძო სექტორიც ჩაერთოს, იმიტომ რომ მათაც ეხებათ. დღესდღეობით ყველაფერი გადადის კერძო ურთიერთობების ხარჯზე, პირადი ურთიერთობების ხარჯზე. ეს ადამიანები გაგებით ეკიდებიან, რომ ეს არის დაგროვილი პრობლემა წლების განმავლობაში აკუმულირებული პრობლემა და ბუნებრივია ყველას ესმის, რომ რამდენიმე თვეში ვერც ერთი ხელისუფალი ამას ვერ მოაგვარებს, თუ არა რაღაც სხვა განსაკუთრებული არც ისე კანონიერი მეთოდების გამოყენებით თუ ჩაახშობ ამ პრობლემას, თორემ მის მოგვარება მეტდროს საჭიროებს, ასე რომ დღესდღეობით ესა გვაქვს და ასე ვთქვათ, ვფიქრობ, რომ დაახლოებით ალბათ უმოკლეს ვადაში, ასე ვთქვათ, ჩვენ შევძლებთ, რომ აი ამ სტრატეგიის რეალურ შემუშავებაზე გადავიდეთ და ასევე ბაზებზე. აქვე დავძენ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, გვაქვს ესეთი მოსაზრება, რომ სპეციალური ასე ვთქვათ ორგანიზაციას ჩამოვაყალიბოთ ამ თემაზე მუშაობისათვის, რომლებიც დაგვეხმარებიან ასევე მონაცემთა ბაზების შემუშავებაზე, იმიტომ რომ ეს ყოველდღიურ რეჟიმში არის გასაკეთებელი. ბუნებრივია მე ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, იმიტომ რომ ამისთვის სათანადო პროცედურები არ ჩაგვიტარებია, მაგრამ არაერთი შემთხვევა, როდესაც მაგალითად გვეუბნებიან, რომ არიან პიროვნებები, რომლებსაც გაქირავებული აქვს ფართი, რომლებსაც აქვს ალტერნატიული ფართი, ისინი არ არიან უსახლკაროები და ასე შემდეგ. ასევე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელზეც უნდა გაუშვა აუცილებლად მეხაზი, ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების ლიდერობა ამ პროცესში, რამე თუ გამომდინარე იქედან, რომ დედაქალაქში გაცილებით წყალებში ყოველ შემთხვევაში მეტია გარკვეული სოციალური სერვისები, ჩვენ ვღებულობთ სიტუაციას, როდესაც დედაქალაქი გახდა მიმზიდველი რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებისათვის, შიდა მიგრაცია ფაქტურად რაღაც რეგულირებას და ანალიზს და რაღაც გარკვეულ სტიმულირებას ან რეგულირებას არ ექვემდებარება და ვღებულობთ სურათებს, როდესაც დაცარიელებულია რეგიონები, თბილისი იაფხებ სხვა სიტუაციაში იმყოფება, შემოსავლების მხრივ წეხან აქვს ასე ვთქვათ განმარტება მდგომარეობა არის და ეს არა მარტო თბილისს აზიანებს, არამედ თავად რეგიონებსაც. ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით დიფუზიურად ხარჯავთ არარაციონალურად ფულს. ეს ეხება ბაღებს, ეს ეხება სოციალურად დახმარებებს, საცხოვრის და რო ჩამოვთვალოთ, ჩამონათვალი საკმაოდ ვთქვათ ვრცელია. ამიტომ ერთ ჭრილში მხოლოდ უსახლკაროების ფარგლებში ამას არ უნდა შევხედოთ, ამას უნდა შევხედოთ უფრო ფართო სურათში, ფართო ფორმატში, ხოლო რეგიონებში ჩვენ ასევე ვღებულობთ, ასე ვთქვათ, არარაციონალურ ხარჯვას რესურსების, მაგალითად, როდესაც სკოლაში კლასში არის ორი მოსწავლე და ეს სკოლა არის დოტაციური, ბაღი და ნებისმიერ ესეთ ტიპი და ასე რომ ეს პოლიტიკა ნამდვილად საჭიროებს გადახედვას, რომ მეტნაკლებად თანაბარი ხელმისაწვდომობა იყოს სოციალურ პაკეტებში, რომ ამისათვის არ გახდეს მიმზიდველი დედაქალაქი, რა თქმა უნდა, ხელოვნურ რეგულირებებისგან მე ძალიან შორსა ვარ, მაგრამ ერთი კომპონენტიც აღინიშნა ბოლო შეხვედრაზე, ერთ-ერთ ჩვენ ბოლო სამუშაო შეხვედრაზე, რომ აუცილებელია და დედაქალაქის მერია ამ საკითხს ოფიციალურად დააყენებს უახლოეს მომავალში, რომ გადაიხედოს რეგისტრაციის მექანიზმი. მოგეხსენებათ, რომ ეს არის რეგულაცია ან ასე ვთქვათ ქონების მეპატრონე ან ორი მოწმე. თუ ადასტურებს, რომ თქვენ უნდა ჩაეწოდოთ სავალს, თქვენ შეიძლება მიხვიდეთ მერტო დაგიფართ ბატონოვიჩა, მაგრამ მიხვიდეთ დღეს სახლში და 50 მოქალაქე იყოს თქვენთან ჩაწერილი და კომუნალური გადასახადებები რაც ისე ცოტა მოგივათ. ასე რომ ჩვენ ეს ამ თემაზე გქონდა საუბარი სამოქალაქო პრესის წარმომადგენლებთან და ეს ნამდვილად უნდა გადაიხედოს, იმიტომ რომ თუ კონკრეტულად მაგალითად ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში რაღაც დასაწყის ეტაპზე, ბრძოლებში, სასტარტო ეტაპზე იყო 2 თბილისში რეგისტრირებული ოჯახი, უცებ აღმოჩნდა 8 და ეს შეიძლება გეომეტრიულად ასე ვთქვათ გაგრძელდეს. ასე რომ საკითხები ნამდვილად ბევრია, დეტალებში შეგნებულად ბუნებრივია ვერ შევალ და არ შევალ, ასე რომ შევეცადე რომ ძალიან მოკლედ წარმომედგინა ჩვენს მიერ დანახული პრობლემები და ის გეგმები, რომელსაც ჩვენ ვისახავთ მიზნად და ბუნებრივია აქვე დავძენ და ამით დავასრულებ, რომ ჩვენ ამ თემებზე აუცილებლად
ძალიან ფართო ჩართულობის ფორმატში ვაპირებთ გადაწყვეტილებების მიღებას. არავითარ შემთხვევაში, როგორც სხვა დანარჩენ ნებისმიერ საქმეს, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩავიკეტოთ და დახურულად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და ბუნებრივია აქ სახალხო დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ზოგადად მთლიანი საზოგადოების მონაწილეობა ძალიან აქტუალური იქნება, იმიტომ რომ მე ვშიშობ, რომ ჩვენ შეიძლება მოგვიწევს არც ისე პოპულარული გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ჩვენ არ შეიძლება სახელმწიფოს მართვა ავაგოთ სიამოვნებაზე, ვისაა სიამოვნება, ჩვენ უნდა ავაგოთ ყველაფერი საჭიროებებს. და ნებისმიერ შემთხვევაში რესურსები ყოველთვის არის შეზღუდული, მოთხოვნილებები არის უფრო მეტი. ასე რომ ამ პრინციპით, პრიორიტეტების და საჭიროებების დადგენის პრინციპით ჩვენ ვაპირებთ თქვენთან ერთად ამ თემებზე ვიმუშაოთ. და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ალუდა. ეხლა დისკუსიისთვის გავხსნათ დღევანდელი შეხვედრა, თუ კი შეკითხვები გაქვთ ან კომენტარები, სიამოვნებით მოგესალმებით, დანის გამგებელი ბესარიონ ქართლებს. პირველ რიგში მე მინდა ბატონო თქვენ მოგმართოთ. იყო დრო, როდესაც მე როგორც ადვოკატი მოგმართავდა თქვენი ჩართულობა არაერთი ყოფილა თავისი ეფექტით და რეალობით და დღევანდელი მოწვევისთვის მე მინდა მადლობა გითხრათ იმ თემისთვის, რომელსაც თავისი აქტუალობით საზომი არ აქვს, იმიტომ რომ ეს ყოველდღიურ რეჟიმში სამუშაოა. და მე მინდა კონკრეტული მაგალითები გითხრათ იმისთვის, თუ რა რეალობა არის, რასაც ბატონი ალუდა ბრძანებდა თავისი განშტოებით, რომელსაც თუნდაც ერთი რაიონის მაგალითზე მინდა მე ეს გითხრათ, იმიტომ რომ აქ არის საზოგადოება, ვისთანაც მე ფურცლითაც თანამშრომლობ და შესაბამისად ჩვენ არაერთხელ შევხვდებით, თუმცა პარაც ეხება და პატივი მაქვს, რომ თქვენი შესაბამისი თანამშრომლები ძალიან აქტიური ჩართულობით ჩვენთან ურთიერთობენ და ამ აქტივობასაც თავისი შედეგი აქვს, იმიტომ რომ არა მარტო ინფორმაციის გამოთხოვა ხდება, არამედ ურთიერთგაზიარება იმ საკითხების, რომელსაც ყვალზე უკვე სხვა საზომი ეთმობა, რომელსაც ქვია საკითხის გადაწყვეტა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ აი გზდანი დაუშვათ არის ყველას მოგეხსენებათ ერთ-ერთი დიდი რაიონი, 320,000 მოსახლეა. 85%-ზე მეტი არის ის საზოგადოება, რომელსაც შეჭრებული საზოგადოება ქვია და გარდა მაგის რომ არის შეჭრებული, თავის დროზე მე ვფიქრობ, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, ეს რა პოლიტიკური ხედვა იყო, როგორი პოლიტიკური საზომი იყო, ეს ცალკე თემა, მაგრამ ფაქტმა დღეს გვაჩვენა, რომ ძალიან ბევრი შემოერთებული ტერიტორია გვაქვს, რომელმაც დღეს დაგვანახა, რომ ქალაქი ამისთვის მზად არ არის. ამიტომ ის მოსახლეობა, რომელიც ამ ნაწილში შემოვიდა უკვე საზომში, უკვე სხვა მოთხოვნები გაჩნდა და ამ მოთხოვნებსაც გარკვეული წინაპირობა უნდა დაეყენოს. ეს წინაპირობა არ არის. აი ბატონო ალუდა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი რეგულაცია გვიხდება ნოლიდან, როდესაც ფურცელზე გადატანილი არ იყო, ინფორმაცია არ არსებობდა და საერთოდ არ იყო ბაზა, რომელსაც შეიძლება დარქმეოდა, რომ საწყისად რაღაცა არსებობდა. აი მაგალითად მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი დაუმთავრებელი შენობა არის გდანის რაიონში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ შენობას ყავს თავისი მესაკუთრე წარმოდგენილი საზოგადოება, რომელიც ჩამოვიდა სხვადასხვა რეგიონებიდან. შესაბამისად ამას დავარქვათ შეიჭრა თუ ნებით შევიდა თუ აი ეს გარკვეულწილად იყო საზომად ვიღაცის მიერ მართვადი და ეს რომ მართვადია ფაქტია, იმიტომ რომ სხვადასხვა ხედვის ნაწილებით ხდება, სხვადასხვა ადგილებში ხდება და სხვადასხვა ლოკაციებში ხდება ამ საზოგადოების წარმოდგენა და მივიღეთ ის საზომი, რომ აი დაუმთავრებელ შენობებს ტექნიკურად დღეს უკვე არავარგის, იმიტომ რომ ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც შენობა გრადობით არ გამოირჩევა, აქ უკვე მოსახლეობის კონტინგენტი არსებობს. უფრო მეტიც ეს არის ოჯახები, მრავალშვილიანობა წარმოდგენილები, ეს არის ოჯახები, რომლებსაც ჩვენდა სამწუხაროდ მარტოხელადები ქვია, იმიტომ რომ ისინი ასე წარმოჩინდებიან იმ საბაზისო ურთიერთობაში, რომელიც მეტნაკლებად უკვე რეგულაციის სისტემაში გვაქვს და მივიღეთ ესეთი რამ, რომ ისინი უკვე იმ მოთხოვნების ნაწილში არიან, რასაც ქვია სახელმწიფო რა თქმა უნდა გაგვეხმარებით. არ გაგვეხმარებით და გაიძულებთ, როგორ ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ წახალისებასაც გარკვეული ფორმატი აქვს. ამიტომ მე მინდა თქვა, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ეს შეხვედრაც იმ საზომში გადავა, რასაც ქვია ის პრევენციაც, სად, ვინ, როგორ უწყობს ხელს და არის თუ არა ეს იმ ტემპერატურის აწევი, რომელსაც ქვია დედაქალაქში გარკვეულწილად მოხდეს მუხტი, რომ არ არის მზრუნველობა და ამ მზრუნველობის უკან დგას კიდე რაღაცა იზმი, რომელსაც ქვია, რომ შენ მოქალაქე გაყავი, საზოგადოება დაყავი და ასე შემდეგ. და გითხრათ ერთი რამ, რომ ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სააგენტო, რომელსაც სოციალაგენტო ქვია, მათი მუშაობის სპეციფიკა და მათი მუშაობის ტემპი გარკვეულწილად ალბათ გადასინჯვის საზომშია, იმიტომ რომ
სოციაგენტები, რომლებიც ამ საზოგადოებას ურთიერთობენ, ისინი ცოტა სხვაგვარ პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებენ, მინდა ვთქვა, რომლის რა უფლება აქვს, ალბათ ეს ცალკე თემა, თუ როგორც თანამშრომელი და როგორც აგენტი ამას განმარტავს, მას არ ამგონია, რომ ასეთი დელეგირებული უფლება ჰქონდეს მოქალაქეთან ურთიერთობით პოლიტიკური განცხადებები აკეთოს, მოგხედავს ეს, მოგხედავს ის და ასე შემდეგ, ცოტა რთულ ფორმატში ეს განცხადებები, ამანაც გარკვეულწილად ფონი დაამზიმა და მინდა ვთქვა, რომ თვითონ ის რეგულაცია, ტელევიზორი მაცივარი თუ რამ სიკეთე არსებობდა, ამ სიკეთის იქით არსებობს საბაზისო ურთიერთობა, ამ მოსახლეობას გარკვეულწილად ქულები ეხსნება. შემდგომში ან ქულა ეხსნებათ, ან ქულის გარეშე რჩებიან, ან მარტივად იმ ქულების აზომში არიან, რომელსაც სოციალურად დაუცველთა კატეგორიის დახმარების ნაწილში мотивация უკვე ნაკლებია და სახელმწიფოს მძღვანელობა ამ შემთხვევაში უფრო სხვაგვარი კონტინგენტის რეალობაა. ამიტომ ამ საზოგადოებასთან არანაირი ურთიერთობა არ ხდება. ამათთან არც ჩართულობა, არც განმარტება არ არის. ერთადერთი ზღვარი და ბარიერი არის გამგეობა, როდესაც ისინი უშუალოდ ამ საზოგადოებას ამ ნაწილში უხდება ურთიერთობა და როდესაც განმარტება ხდება, როდესაც წარმოდგენა ხდება, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენთვის ძალიან საპატივცემულოდ, ძველიც და ახლად შექმნილიც გარკვეულ ფორმატებს ხელში იჭერენ და ამბობენ, რომ აი არასამთავრობომ ესე განმარტა, არასამთავრობომ ესე წარმომიდგინა. ეს განმარტება არის თუ არა კანონი და არის თუ არა კანონის მიღმა რეალობა ეს ცალკე თემა, ან რომელი კანონის რეგულაციით არის ეს საუბარი, ესეც ცალკე თემა. მოსახლეობას ეს არ აინტერესებს, ის ხედავს ტელევიზიით და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გარკვეულწილად ამ საკითხზე გარკვეულ რეალურად თუ თემატურად თუ სრულად თუ არასრულად წარმოაჩენენ საკითხებს და დგება საკითხი, როდესაც მათთვის ეს გობის ფაქტორი ამ მიმართულებით არსებობს. ანუ მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ჩვენ ვადიმე აუდახე მძღვანელობს როგორც მერის მოადგილე ამ მიმართულებას გამგებლებს და ჩვენს კოლეგებს, რომლებიც აქ წარმოდგენილი არიან სხვადასხვა სამსახურის უფროსების სახით, გვაქვს ურთიერთობა და ჩართულობა. ყველა ასეთი შენობა აღწერილია, ყველა ასეთი შენობა წარმოდგენილია, მინდა ვთქვა და ვსწავლობთ ეს რეალობა, სად შეიძლება ამ ადამიანების წარმოდგენა. ამ გრევის ზონის შენობებში თუ სხვაგვარი რეალობა. ეს სხვაგვარი რეალობით. პატარა მაგალითს გეტყვით იმისთვის, რომ ნათელი იყოს რას ვამბობ, 98 წლიდან არსებობს ასეთი სახლა წარმოდგენილი, ეს ძალიან ცნობილად არის ეს ტიტანის ეძახიან ამ სახლს უკვე ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე, როდესაც მოსახლეობამ გაიყვანეს თავის დროზე ნაწილი, შემდეგ კომპენსაციები გაიცა $15,000 სხვადასხვა პერიოდში, შემდგომ ეს მოსახლეობა შემოbrunდა და გააგრძელა ცხოვრება. კორპუსს აქვს გრევის კატეგორია მინიჭებული. ჩვენ დღეს გვაქვს ის საზომი, რომ მოვიდიოთ საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი, ძალიან ბევრ ნიშნულ ნულზეა საუბარი იმისთვის, რომ ჩვენ ამ მოსახლეობის გამოყვანა დავიწყებთ. მაგრამ აქ არის მეორე რამ, ის ვინც აიღო კომპენსაცია ისევ იქ ცხოვრობს, მათ პრივატიზაციები განახორციელეს საკუთრებაში, როდესაც გრევის კორპუსია. ეს კორპუსი იწევა ორი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მიწის გრუნტი აწევა მაგას წყლბინებები და შესაბამისად 10 სადარბაზოიან შეხურ კორპუსში, 8 სართულიანში 4 სადარბაზო არ ცხოვრობს, მაგრამ უნდა ნახოთ რა ხდება. კვირაში ერთხელ მცდელობა არის შეჭრის, კვირაში ერთხელ არის მცდელობა, რომ ასეთ დაზიანებულ კორპუსში დააკავო ის ფართები, რომელსაც ქვია მე ძალით ვერ გამომიყვან და მე აქ ვიცხოვრო და მე მომხედავ. და მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ დღეს კატეგორია არის ესეთი, არიან რომელსაც კომპენსაციები აღებული აქვს, როგორც აღნიშნეთ, ძალიან მძიმე მდგომარეობის ქვეშ არიან, ის ფული არ დაბრუნებულა, მინდა ვთქვა. სახელმწიფომ ვალდებულება გარკვეულწილად შეასრულა, არ გავიდა ეს მოსახლეობა, მერე დაბრუნდა, ყავს ახლებიც და ასე შემდეგ. ანუ ასეთი მიდგომის საკითხებიც ახლა ძალიან ბევრია, მაგრამ მათ შორის მინდა აღვნიშნო ბინისკირებზე იქნა აქცენტირება. ძალიან დიდი თანხა აქვს ბიუჯეტებში ამ მიმართულებით დაფიქსირებული. ჩვენი ვალდებულება ცნობითი და ამ შემთხვევაში იმ რეალობით, რომელსაც კანონი გვიზარდოს, ერთია, მაგრამ მეორე არის, რომ რატომღაც უკვე დგება საკითხი, რომ აუცილებლად ბინისკირის ქვეშ უნდა გავიყვანოთ მოსახლეობა. ასეთი მოთხოვნის ცნობადობა და მენტალიტეტი გაჩნდა. ჩემთვის სამწუხაროდ, მაგრამ არის მეორე რამ, როდესაც ამათ ვერ უკმაყოფილებ ამას, არა იმიტომ, რომ არ გინდა დაუკმაყოფილო, არამედ მოგახსენებათ, რომ კანონის გარკვეულ რეგულაციაში საზღვარგარეთ ვინ შეიძლება მიიღოს ასეთი ფორმატით ეს ბინისკირები და როდესაც საზოგადოებას აი ამ ჩამონათვალს, აი ამ ბლანკეტს აძლევს და ეუბნება, რომ აი ამ ნაწილში შეიძლება მხოლოდ განიხილოს თქვენი დაუშვათ განცხადება, გამგეობა და შესაბამისად რეგულაცია განხორციელდეს, როდესაც ისინი ამას არ აკმაყოფილებენ, ამას მოყვა მეორე ტალღა, რომელსაც ქვია ყურადღებას არ გვაქცევენ და ასე შემდეგ. თუმცა
რეგულაცია სხვა ფორმატია, რეალობა სხვა ფორმატია, თემატურად სხვა რეალობაა, მუდმივად რომ დინის კირის გაცემა არ შეიძლება და კანონი ამ შემთხვევაში ცალსახად გვისაზღვრავს 1 წლიან, 2 წლიანს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ბატონი ალდა იყო ერთ-ერთი ინიციატორი, როგორც მერის მოადგილე, ბატონი დავითი იყო ამ შემთხვევაში ჩვენთან ერთად, გამგებლობთან ერთად ამ საკითხის უშუალოდ იმღები და თანხმობის გამცემი, როდესაც ვთქვით, რომ ახალ წელს ვითავდებოდა, მაგალითად, მე გნანში 54 ოჯახი ახალ წელს უნდა გამომესახლებინა, მარტივად იმის გამო, რომ მათ ის ვადა გაუვიდათ, რასაც იქ ცხოვრება ერქვა. უნდა ნახოთ რა რეალობის ქვეშ იყო ეს ყველაფერი. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, პოლიტიკური გადაწყვეტილების თემა ქალაქის მთავრობამ, რომ გარკვეულწილად ისევ განაგრძელდა ვადები, მაგრამ ის რომ ვადის გაგრძელება გამოსავალი არ არის ფაქტია. აქ მინდა ერთი საკითხი აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი იქნება თუ სახალხო დამცველი თქვენის ჩართულობით და თქვენის აქტივობით დაგვინტერესდებით თემაზე. რასაც ერქვა ერთლარად გადაცემული ქონებები, რასაც ერქვა დაუშვათ იმ ქონებების ჩუქებები და ასე შემდეგ და მოსახლეობის დაყოფა. იზმის რეალობა მაქვს მე მაგალითად გდანის რაიონში, როდესაც ერთი რაღაც ერთლარიან გაკანონებით ცხოვრობს, მეორეს შესაბამისი პრეტენზიები უჩნდება და ამბობს, რომ ჩემი 1 ლარი რატომ არ ლარობ თუ მისი ლარი ლარობდა, მაბატეთ ესეთი კამელარობისთვის, მაგრამ ეს ესეა წარმოქმნილი და დგება თემა, რომ ვის, როგორ, სად, რა რეალობით და რა ვითარებით. ასევე მინდა შევეხო იმას, რომ სოციალურად დაუცველების მედიკამენტოზური უზრუნველყოფა ძალიან რთული თემა გვაქვს ჩვენ და მინდა გითხრათ, რომ გამგებლობები გადაიქცა პოლიკლინიკებად, შესაბამისად, როდესაც ვერ ფიქსირდება, არ ფიქსირდება დახმარებები, მოსახლეობამ რატომღაც წარმოიდგინა, ამას დაარქვა რაღაც 200 ლარიანი სავალდებულო გამგებლობის მიერ გასაცემი საზღაური და მოქალაქეები დადიან გამგებლებში, მე პატივი მაქვს 10-ვე გამგებელი ჩემი მეგობარია, ჩვენ ერთი გუნდის რეალობა ვართ და ეს მოქალაქეები დადიან ამ რეალობით, რომ აი 200 ლარი მეკუთვნის, იმიტომ რომ ეს ესე დაწესდა. მინდა ვთქვა, რომ მსგავსი არ არის, თუნდაც ესეც სოციალურ ფონდს რა თქმა უნდა წერს. ასევე მინდა აღვნიშნო ერთი საკითხი, რასაც ქვია რეგულაცია. აი აქ თქვენს პრეზენტაციაში, რომელსაც რა თქმა უნდა ძალიან მაღალი ცენზი აქვს, იმიტომ რომ ნამუშევარია, თქვენს მიერ არის ინფორმაცია გამოთხოვილი, თქვენი პროფესიული ხედვაა, თქვენს პროფესიულ ხედვაში რა თქმა უნდა არის ის, რასაც ანალიზი ქვია. მაგრამ დგება საკითხი, ვინ უნდა განახორციელოს ამ რეგულაცია, ვინ უნდა იყოს ის, ვინც ამას საბაზისოდ აიღებს, სად უნდა იყოს ეს ბაზები და ვინ უნდა იყოს ამ ბაზის მწვდომელი. მაგალითად, ის რომ სააგენტო, სოციალაგენტო ამ შემთხვევაში დიდი ბაზის მქონე უცხება, ეს უდაოს. მათ აქვს ძალიან დიდი ბაზები, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ამ ბაზებს ალბათ გადახალისება ჭირდება. გარკვეული კოორდინაციებია საჭირო იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ სწორი ინფორმირება, სად არის ამ ბაზების თავყრილობა. მე ვამბობ, ამ ბაზების თავყრილობა არის სოციალაგენტოში, თქვენ ეს მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ცნობა გაქვთ, თუმცა შემდგომი რეგულაცია ამ ბაზიდან გამომდინარე აღარ არის, წვეტა არის. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ამ წვეტის შემადგენლად აი ესეთივე დღევანდელი პრეზენტაციის მსგავსად მუშა ფორმატში გადავა სამუშაოები, სადაც შემდგომი, როდესაც თქვენ დაგეგმავთ ისევ და ამ პერსპექტივით ისევ სამუშაო რეალობაში გადავა შეხვედრა, მანამდე სამუშაო შეხვედრები იყო, სადაც კონკრეტულად განისაზღვრება, რომელი უწყება, რომელი ვალდებულებით, რომელი უწყება რეგულაციით და რაც თავარია, რა შედეგისკენ სვლით. მარტო საუბარი ამ შემთხვევაში მე ვთქვი, საზოგადოებისთვის არაფრის მთქმელია. მაგრამ ის რომ ნაბიჯი გადაედგა, ეს ძალიან კარგია. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა გარკვეულწილად გაშუქდება და საზოგადოება დაინახავს, რომ სახალხო დამცველის ჩართულობა, ყველა თქვენთაგანის მოწადინება არის იმ დიდი საკითხის გადაწყვეტა, რომელსაც ქვია მოქალაქის კანონით მინიჭებული უფლება, მისი ნორმალური საცხოვრისი. მე მაქვს მაგალითები, მაპატიეთ გამოთქმისთვის, ჩვენთვის ძალიან დიდ მეტყს ნიკალა შეშურდებოდა, ალბათ ისეთ საცხოვრისში ცხოვრობდა ის, ვიდრე ესენი. ანუ ვისი თქმა მინდა, ძალიან რთული ამ საზოგადოებას არ გამოდია, მინდა ვთქვა, ისინი ფიქრობენ, თუ ასე იცხოვრებენ, ყურადღებას მიიქცევენ, გარკვეულწილად გარკვეულ საზღვაურსაც მიიღებენ და ამასთან ერთად გარკვეულ ბონუსებსაც, რასაც ქვია სხვაგვარად ურთიერთობა. დიდი მადლობა ბატონო. ბოდიშ გიხდით და ასევე მინდა, ბოდიშ გიხდით გამიგრძელდა და ასევე მინდა გითხრათ, რომ მე ჩემი მეგობრების სახელით და პირდაპირ ჩემი როგორც გამგებლის სახელით მალულ მინდა გითხრათ მოწვევისათვის წარმატება მინდა ვისურვოთ და მზადა ვარ ჩართულობისთვის, მზადა ვარ ურთიერთობისთვის, ღია და რაც თავარია საზრიანი და შედეგისკენ ორიენტირებულისთვის. მადლობა.
აქ შესაძლებლობა ვიყო ამ შეხვედრაზე და ასევე მინდა რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო ახლა მოსმენილ წინადადებებსგან მოსაზრებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. მე რატომღაც დამჩა ესეთი საბეჭდილება, რომ ჩვენ განვიხილავთ ამ ჯგუფად, რომელიც სახელმწიფო ცდილობს მოატყუოს სახელმწიფო რაღაც სხვადასხვა გზებით მიიღოს თავშესაფარი, თუმცა ვფიქრობ, რომ პრობლემა უფრო დიდი არის და ეს ამ ანგარიში კარგად ჩანს, რომ ძალიან დიდი მასშტაბები აქვს ამ პრობლემას. მე რეკომენდაციებს, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის მიერ არის შემუშავებული, დავყოფდი პირველ რიგში გადასაწყვეტად და შემდეგ სხვა უფრო გრძელვადიან რეკომენდაციებად და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვფიქრობ არის ადგილობრივი თვითმმართველობისათვის განკუთვნილი მეორე რეკომენდაცია, რომელიც ამბობს იმას, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს იმ შენობების ელემენტარული საჭიროებებით აღჭურვა, სადაც ამჟამად იმყოფებიან მოსახლეო პირები, იგულისხმება ელექტროენერგიის მიწოდება და სხვადასხვა ამგვარი საშუალებების მიწოდება და საინტერესო იქნება მოვისმინო თუ იგეგმება ამ მიმართულებით საერთოდ რაიმე ნაბიჯის გადადგმა და ამ რეკომენდაციის შესრულება, თუ რა თქმა უნდა ახლა მზად იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, რომ ამ კითხვაზე პასუხი გაქცეს. მადლობა. არ ვიცი თუ გაქვთ სურვილი პასუხის გაცემის ამ შეკითხვაზე, კი ბატონო, თუ არა და მოდი მაშინ ჯერ დისკუსიის ფორმატში რომ გავაგრძელოთ, თუ რაიმე კიდე დამატებითი კომენტარები არის და შემდგომ მიცემ საშუალებას, ვისაც სურვილი ექნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან დასმულ საკითხებს მოკლედ პასუხი გასცეს. ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ძალიან მოკლედ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია ან დასვეთ შეკითხვა. გესალმებით, გიორგი დვალაძე, ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი. ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ საკითხზე უკვე მოამზადა ანგარიში 1 წლის წინ დაახლოებით კონკრეტულ ჯგუფზე, რომელიც შეეხებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებებში ცხოვრებ პირთა უფლებებს და მდგომარეობას. ეხლა კი მინდა გამოვეხმაურო ისევ ადამიანის უფლებების სტანდარტებს, იმიტომ რომ საბოლოოდ მაინც ეს არის ის ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც უნდა იმოქმედოს როგორც სახელმწიფო ცენტრალურმა, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ამ კუთხით დავეთანხმები ახალგაზრდა იურის ასოციაციის წარმომადგენლის მოსაზრებას და საცხოვრებლის სტანდარტზე საუბრის დროს როგორც წესი განიხილება თითქოს ეს არის დამატებითი ტვირთი სახელმწიფოსთვის. რა თქმა უნდა, ფინანსურად ეს შეიძლება იყოს უფრო ძვირიანი უფლებები, ხშირად ასეც მოიხსენიებენ, თუმცა ეს პროგრესულობის ჭრილში უნდა განვიხილოთ და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსების სწორად და ადეკვატურად მიმართვის თვალსაზრისით და მინდა აქ დისკრიმინაციულობის ელემენტზე გავამახვილო ყურადღება. დასაწყისში ქალბატონმა ელაპასტრანამაც აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა შემთხვევაში საცხოვრებლის უფლების სტანდარტებზე გაცილებით უფრო მეტი არის პროგრესი გაწეული სახელმწიფოს მიერ, ვიდრე ყველა სხვა ჯგუფზე და საცხოვრისის უფლების სტანდარტში ეს განსაკუთრებით არის მნიშვნელოვანი და არ მინდა ისე გამოჩნდეს თითქოს აქ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ზეწოლის გამოხდება ის, რომ კონკრეტულ ჯგუფს უფრო მეტი ყურადღება ეთმობა და რესურსები აქეთ უფრო არის მიმართული, ვიდრე სხვა მხრივ და ისეთი მტკიცებები და ისეთი განცხადებები, როგორც ეხლაც აღინიშნა, თითქოს ისინი ახდენენ თავიანთი უფლებების ბოროტად გამოყენებას, ხშირად ამას ადგილი აქვს ხოლმე იძულებით გადაადგილებული პირების მიმართად ასეთ განცხადებებს სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდანაც კი, თუმცა ეს სტიგმა უფრო მეტად ახლავს უსახლკარო პირებს, რომლებსაც არ აქვს სხვა საცხოვრებელი და ალბათ პირველი მნიშვნელოვანი საფეხური, რაც უნდა გადაიწყეს ამ კუთხით, არის რომ განისაზღვროს ალტერნატიული საცხოვრებელი ფარგლი კონკრეტული განცხადების განხილვის შემთხვევაში, იმიტომ რომ ამ პრობლემას ჩვენ მუშაობის ფარგლებში ვაწყდებით არაერთი ორგანოს მხრიდან, რომ ალტერნატიული საცხოვრებელი ფარგლის განმარტება როგორც წესი ხდება არასწორად და მაგალითად სიდედრის საცხოვრებელი ფარგლი ხშირ შემთხვევაში შეიძლება განიხილებოდეს ოჯახის საცხოვრებელ ალტერნატიულ ფარგლად. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი სტანდარტი შეიძლება ირღვეოდეს კონკრეტულ განცხადებებთან მიმართებით და მინდა ვთქვა, რომ ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ოჯახური ცხოვრების და პირადი ხელშეუხებლობის უფლებასთან, პირადი ცხოვრების უფლებასთან და ალბათ ეს სტანდარტები გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა განსხვავების მიღები ორგანოების მხრიდან. მადლობა. დიდი მადლობა გიორგი. თუ არის კიდე კომენტარები? კი ბატონო. მოგესალმებით, ქეთი შუბაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ის პრობლემა, რის წამოწევაც მინდა, ცოტა განსხვავდება დღევანდელი პრეზენტაციის თემისგან, თუმცა შეეხება უფლებას საცხოვრებელზე.
საქმე ეხება არასრულყოფილთა საცხოვრებლის უფლებას იმ პირობებში, როდესაც ისინი ცხოვრობენ ბინაში, უძრავ ქონებაში, რომელიც რეგისტრირებულია ერთ-ერთი მშობლის სახელზე. ეს მშობელი არაკეთილ სინდისიერად იქცევა პირის ბინას და რის შედეგადაც არასრულწლოვანები ფაქტობრივად რჩებიან უსახლკაროდ. და ჩვენს კანონმდებლობაში დღეს არანაირი დაცვის მექანიზმი არ არსებობს. სწორედ ეხლა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სტრასბურგის სასამართლოში წარმოადგენს ასეთი პრობლემის მქონე არასრულწლოვანებს და ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით საჭიროა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებზე ფიქრი. არ ვიცი სახალხო დამცველის აპარატისადმი ყოფილა თუ არა ასეთი მიმართვა. ან ზოგადად ამ განხილვა ამ პრობლემის მოგვარების კუთხით თუ ყოფილა. მადლობა. ძალიან მოკლე კომენტარი და გარკვეულწილად ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მეც მინდოდა აღნიშნა დისკუსიის და ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ, ყოფილა ესეთი შემთხვევები, ასევე აქვს სახალხო დამცველის აპარატში შესწავლილი, როდესაც სხვადასხვა მშობლის მიერ განხორციელებული სხვადასხვა ქმედების შედეგად გამოდის ისე, რომ ვთქვათ, არასრულწლოვანი ბავშვები რჩებიან საცხოვრისის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს გეთანხმებით, რომ კანონმდებლობასთან დაკავშირებული პრობლემაც არის და ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, როდესაც ვისაუბრეთ დასაწყისში იმ კვლევაზე, თუ რა არის უსახლკარობის გამომწვევი მიზეზები, ეს იყოს შეფასებული და გარკვეული შესწავლა აუცილებელია განახორციელონ. სხვადასხვა საშუალებით შეიძლება ეს იყოს თქვათ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა ან საერთაშორისო ორგანიზაცია, ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ხედვა, რა არის ის საკითხები, რომელიც საბოლოო ჯამში აი უსახლკარობის ზრდას, უსახლკარობის რიცხვის ზრდას იწვევს და მნიშვნელოვანია შემდგომ გადადგმული იქნა სახელმწიფოს მხრიდან ნაბიჯები ამ უსახლკარობის პრევენციის მიზნით. და თუ არ გვეწოდინება ეს საფუძვლები, თუნდაც საკანონმდებლო ხარვეზები და ასე შემდგომ, შეუძლებელი იქნება უსახლკარობის პრევენციაზე შემდგომი მუშაობა. თუ კომენტარი უნდათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის შეკითხვაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მოგისმენთ სიამოვნებით. მინდა გითხრათ ერთი რამ, ის რასაც ქვია კომუნალური სიკეთეების შენობაში შეყვანა დაუშვათ ეს იქნება სანამ გადასახადს გადაიხდის ადამიანი წყალი და ასე შემდეგ. მინდა ვთქვა, რომ ყველა შენობას პატიმრობამ აღნიშნა თავის მესაკუთრე ყავს, ეს მესაკუთრე სახელმწიფოა. არსებობს შენობები, სადაც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსია, რაც შეეხება მერიას ამ შემთხვევაში, იქ შეჭრილ მოსახლეობას ამ მიმართებაში. დასწრების შემთხვევაში თუ კორპუსი მდგრადია და შეიძლება იქ ცხოვრება, ამ შემთხვევაში ხდება მოქალაქეებთან ურთიერთობა, თელასთან ხდება ამ საკითხების წარმოდგენა, როგორც გაზის, წყალის, ოღონდ ეს არ იქნება მესაკუთრის უფლებით. ჩვენ წარმოვადგენთ ცოტა ხანში პროექტს და შესაბამისად პრეზენტაცია მოხდება, ბატონო დამეთახვება, ეს იქნება სოციალური საცხოვრისებზე საუბარი, სადაც სახელმწიფო უზრუნველყოფს მოქალაქეს ყველა იმ თემატური სიკეთით, რასაც ქვია კეთილ საცხოვრისში ცხოვრება, ოღონდ არა საკუთრების უფლებით. ჩვენ ამ თემითაც ვმუშაობთ, იმიტომ რომ გლობალურად გადავწყვეტ საკითხი, რომელსაც ქვია მოქალაქე ვიცხოვროს თბილი და ყველანაირად უზრუნველყოფილი კერის ქვეშ. მადლობთ. დიდუბის გამგებლის მოადგილე თეოდორე ხველიძე, მოგესალმებით. აქვე დავეთანხმები ბატონ ბესოს. უბრალოდ დავამატებ, რომ თელასიც, ასტრანსგაზიც და ჯორჯია მოთორ პაუერს არის კერძო კომპანიები, რომლებსაც აქვს თავისი ნორმატიული აქტები და იმანგეთის მოქმედების არეალი მხოლოდ განისაზღვრება და შეუძლიათ გაკეთება თავისი გაზიფიცირების და ელექტროგაყვანილობის პრივატიზირებულ და კონკრეტულად არა შეჭრილებისთვის, არამედ კერძო მესაკუთრეებისთვის. აქედან გამომდინარე, მათი კეთილინებაა და მოლაპარაკების სფეროა, მხოლოდ ის, რომ მოხდეს კონკრეტულად შეჭრილებისთვის გაზიფიცირება ან ელექტროფიცირება, იმიტომ რომ დანარჩენ შემთხვევებში ეს კანონით იგრძელება. მადლობა. მადლობა. მე მგონი შეჯამებისკენ რომ წავიდეთ ბატონო თხოვს. ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, იყო საკმაოდ საინტერესო დისკუსია, მივიღეთ საკმაოდ დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა საკითხებზე, ასევე ის თემებიც წამოიწია, რომელიც პირდაპირ თუ არა პირდაპირ უკავშირდება ზოგადად ამ პრობლემას და რა თქმა უნდა, აქ შეიძლება ითქვას, რომ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არის კომპლექსური საკითხი, არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რის გადაწყვეტასაც სჭირდება პირველ რიგში, რა თქმა უნდა,
ის შესაბამისი ცვლილებები, რომელიც საუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს და სადაც რა თქმა უნდა საკანონმდებლო ორგანოს მონაწილეობა არის ასევე მნიშვნელოვანი, მაგრამ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც უკვე პრაქტიკას უკავშირდება და რეალურად პრობლემები არის მრავალმხრივი. მე მესმის, რომ შეუძლებელია უცებ ასეთი რთული საკითხების მოგვარება, თუმცა გარკვეული გეგმა, გარკვეული სტრატეგია, გარკვეული სამოქმედო გეგმა აუცილებლად უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომ ჩვენ ვიცოდეთ, სად მივდივართ. ასევე მნიშვნელოვანია იმ გამომწვევ მიზეზებზე საუბარი, რაზეც ახლა იყო საუბარი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ რაღაცნაირად გქონდეს წარმოდგენა, რა არის მიზეზი, რატომ იზრდება, თუნდაც რაოდენობა უცხოელების და ეს ფაქტია. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ამ საკითხებზე გქონდეს რაღაცა გარკვეულწილად ერთიანი მიდგომა და სწორედ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაზე მიდის სწორედ საუბარი და ყველა მხარეს მე ვფიქრობ, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს, ასევე თვითმმართველობის ორგანოებს, ახალ დამცვერს არასამთავრობო ორგანიზაციებს შეიძლება ითქვას, გვაქვს მთლიანობაში ერთიანი მიდგომა, რომ ეს თემა უნდა დაიძრას თუნდაც ყველაზე მარტივი საკითხიდან, თუნდაც იმ კანონმდებლობის მოწესრიგებიდან, თუნდაც იმ მონაცემთა ბაზის შექმნიდან, რომელიც რა თქმა უნდა შესაძლოა გახდეს პირველი ნაბიჯი იქითკენ, რომ საკითხი მოგვარდეს, რა თქმა უნდა ამ საკითხის მოგვარებას დაჭირდება ალბათ უზარმაზარი რესურსი, დაჭირდება უზარმაზარი ძალისხმევა სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ჩვენ რომ გქონდეს თუნდაც პირველი ნაბიჯები გადადგმული იქითკენ, რომ უფრო რაციონალურად იყოს გამოყენებული თუნდაც ის მცირე რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მე ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვეცდებით, რომ ამ საკითხების ასახვა ასევე მოხდეს ჩვენს საპარლამენტო ანგარიშში, რომელიც მზადდება და იმდენად თვის ბოლოს წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომ ის საკითხები, რომელიც არის პარლამენტის კომპეტენციის ქვეშ, იქაც მოხდეს ამ საკითხებზე საუბარი. მე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობისთვის და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას ამ თუ სხვა ფორმატში შევხვდებით და რეალურად უკვე კონკრეტულ ნაბიჯებზე მოგვიწევს მუშაობა, იმ ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც გამომდინარეობს ჩვენ დღეს გვინდოდა ერთიანად წარმოგვედგინა გარკვეული სურათი თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში, რამდენად არის სათანადო საცხოვრისუფლება დაცული. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და ყურადღებისთვის.